მოგესალმებით ხალხო. მე ვარ ლუკა, ეს არის აბა და ჩვენ ვართ ორი ადამიანი, რომელსაც გვიყვარს და გვაინტერესებს ლიტერატურა. შესაბამისად გადავწყვეტეთ, რომ დაგვეწყო პოდკასტი და გაგვეზიარებინოთ თქვენთვის ისეთი რაღაცები, რაც მნიშვნელოვანი გგონია. ჩვენი დღევანდელი ტექსტი და ძლივს დადგა ის ჟამი არის უილიამ შექსპირის ჰამლეტი. ტექსტი, პიესა, სპექტაკლი, ხო. ალბათ თანამედროვე ისტორიაში მეორე ან მესამე ყველაზე გავლენიანი ტექსტი რაც არსებობს. შეიძლება პირველი. შეიძლება. ალბათ პირველი. სადავო იქნება ოდისეასთან მიმართებით, მაგრამ არ ვიცი, თანამედროვეობაზე. აი, მე ხო, სანამ ტექსტზე გადავალთ რა, რამდენიმე რაღაცა აღსანიშნავი. პირველი ის, რომ ორ ნაწილად უნდა ჩავწეროთ შექსპირის ჰამლეტი, ეგრევე გვიწევს. ნაწილში ვერ დაიტევა. ხო, ფიზიკურად ვერ დავატევთ და ერთი ნაწილი ამ ნაწილის დადებიდან ერთ კვირაში დაიდება მეორე ნაწილი. კიდევ ერთი ეგეთი რაღაც, ბოლო ვიდეო რო ჩავწერეთ. მაშინ ვიყავით 800 გამომწერზე, მაგ ვიდეოს მე 29 დეკემბერს ჩავწერეთ ბოლო ვიდეო. და ეხა არის რა თქვა ეხა 15 იანვარი. 16 იანვარი მებოდიში და ამ მასობაში მოგვემატა ძალიან ბევრი გამომწერა. უკვე 1270-ნი ვართ ხალხო, ოქროსავით ნარჩევი საზოგადოება შეიკრიბა ჩვენს არხზე. მე უგრძნობ რომ ნელ-ნელა ჩვენი საზოგადოების მიმართ ცნობური დამოკიდებულება მიჩნდება და ეგ ძალიან შემიძლია. ხო და 1000 გამომწერზე დაგპირდით რაღაცებს. და არ დაგვივიწყებია, არ გადაგვიგდიხართ არ ნერვიულოთ, ორი ვიდეო დაიდება, ერთი განსაკუთრებულ სტუმართან ერთად, ჰამლეტების მერე და ერთი ვიდეო დაიდება, აი მიკროფონი გამოვიწერთ სხვა შორის ქისას თანხით, ჩამოგვივა 22-ში და ეს თქვენი ნაყიდია ხალხო და unboxings, უბრალოდ განყოთვის ვიდეოს აუცილებლად არ შემოგთავაზებთ, იმიტომ რომ არავის არ აინტერესებს. შემოგთავაზებთ რა თქმა უნდა. და რო ჩამოვა მიკროფონი, მეორე განსაკუთრებულ ვიდეოს გადავიღებთ, რომელიც დაიდება თებერვალში. თებერვლის პირველ ნახევარში უფრო კონკრეტულად რო ვთქვათ. კიდე და გათამაშების დეტალებიც ვთქვათ, მაგრამ გათამაშება ხომ უნდა გავაკეთოთ. მე არ ვიცი რა დეტალებია. ხო, გათამაშებას ხო დავუპირდით ხალხს, 3 წელი. გათამაშებაც იქნება ხალხო, ჩვენ ხო, არ დაგვიგო. როგორც შექსპირი იყო და მე ეს გელა ჩარკვიანის ნათქვამიდან ვიცი, as good as my word. ჩვენ რა თქმა უნდა ასე არა ვართ. ასე რომ დაელოდეთ მეგობრებო, დაელოდეთ ყველაფერი იქნება. ჩვენ აუცილებლად გავათამაშებთ, გვირდებით რაღაცებს. ბოლო იქნება ჩემი ტელეფონი, რასაც გავათამაშებთ. აი, ეს ტელეფონი ჩვენთვის სასწაულს საჭიროა, ამიტომაც. ტელეფონი ვიღებთ. დავიწყოთ ჰამლეტი. დავიწყოთ. ესე იგი. მოდი რაღაცა შესავალი რო გავუკეთოთ, ესე ვთქვათ. მე მაგისტვის მოვყვები ჯერ ჰამლეტის წინარე ტექსტებს, ანუ შექსპირმა ეს არ არის შექსპირის მოგონილი ამბავი, ესე ვთქვათ, ხო? და განვიხილოთ ესე იგი რა ტექსტები უძღოდა წინ ჰამლეტს. და შემდეგ უკვე ქართული თარგმანების ისტორიასაც მოკლედ შევეხოთ. ესე იგი, შექსპირის ამბავი, შექსპირის კი არა, ჰამლეტის ამბავი სათავეს იღებს მე-12 ზოგ წყაროში ეწერა მე-13 საუკუნე, მაგრამ უმრავლეს შემთხვევაში მე-12 საუკუნის დანიური, ანუ საქსონური ხელნაწერებიდან, სადაც არის მოთხრობილი ამბავი გმირის ამლეთის შესახებ. მას ერქვა ამლეთი და მისი ლეგენდა არის ზუსტად იგივე რაც არის ჰამლეტის, უბრალოდ დასასრული აქვს სხვანაირი. ანუ მამამის მოკლავს ბიძამისი, დედამის მოიყვანს ცოლად და შემდეგ ეს შურს იძიებს და გახდება მეფე. მოკლავს ბიძამის. ანუ ჰამლეტისგან ჰამლეტი არის ფინალით განსხვავებული. და ცხადია იმ გზით, რაც შემდეგ შექსპირის პერსონაჟმა გაიარა. მეორე არის ფრანსუა დე ბელფორესტის ტრაგიკული ისტორიები, რომელიც 1570 წლით თარიღდება და იქ არის ეს საქსონური ამბავი ხელახლა მოყოლილი ფრანგული რენესანსის ჭრილში, ანუ ფრანგული რენესანსის გავლით. სწორედ ამ საფრანგეთის ფრანგული კულტურის, ესე ვთქვათ, გავლით მოაღწია ინგლისამდე ამ ამბავმა. როგორც უმრავლესი წყარო გვაუწყებს, ესე ვთქვათ. აქ არის, ანუ მსგავსებები ჰამლეტთან არის, რომ მელანქოლიური გმირია, არის მორალური და ემოციური დილემები და შიდა კონფლიქტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რაც უნდა პარალელი, რაც უნდა გავალოთ შექსპირის ჰამლეტთან. შემდეგ შექსპირის თანამედროვე დრამატურგი თომას კიდი, მას აქვს 1587 წლით დათარიღებული ესპანური ტრაგედია, Spanish Tragedy. და იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი მსგავსებები აი ამ იმათთან. შემოც თუ გინდა. და მოკლედ აქ არის აჩრდილი, აქ უკვე შემოდის აჩრდილი,
მოდი მოყვები შინაარს რა, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მოკლედ აჩრდილი არის რომ დონ ანდრეას აჩრდილი, რომელიც მოკლა პორტუგალიის პრინცმა ბალთაზარმა. დონ ანდრეა. ეს ანდრეას ცოლი, რომელსაც ქვია ბელ იმპერია. ამ ბელ იმპერიას ეხა უყვარს ერთ-ერთი პერსონაჟის ჰიერონიმოს შვილი ჰორაციო. მსგავსება არის აქაც და ჰორაციო კი უყვარს, მაგრამ ბალთაზარმა, ვინც მოკლა ეს ანდრეა, უნდა რომ მოიყვანოს მისი ცოლი, ბელ იმპერია. და ასევე გაგიკვირდება და იმის ბელ იმპერიას დას, ბელ იმპერიას ძმას, უნდა რომ ისი და მოიყვანოს ცოლად. ამ ძმას ქვია, ხო, ამ ძმას ქვია ლორენცო, კი. ეს ორი, ბალთაზარი და ლორენცო ერთად მოკლავენ, ეს ორი მოკლავს ჰორაციოს და ჩამოკიდებს ბელ იმპერიას ბაღში, გვამს. და ამ გვამს იპოვის მამამისი. მამამისი გაგიჟდება, ან გააყალბებს გაგიჟებას და დადგამს სპექტაკლს. სადაც მონაწილეობს რეალური პერსონაჟები, ვიღაც მსახიობები არა, როგორც ჰამლეტშია. თავად ეს მამამისი, ანუ ჰიერონიმო, რა ვიცი როგორ თარგმნიან, ქართულად არ არის თარგმნილი. ჰორაციო უკვე მკვდარია, არა, ბელ იმპერია თამაშობს, ბალთაზარი და ლორენცო, ანუ ბელ იმპერიას ძმა. და ამ პერსონაჟებს დაურიგებს ნამდვილ ხმლებს, შექსპირთან ხوارი რომ მოწამლულია, აქ არის ნამდვილია. და ამათ როგორიათ რომ სათამაშოა, სინამდვილეში ნამდვილია და ერთმანეთს მოკლავენ. და წარმოდგენას რო უყურებს ხალხი ამ სპექტაკლს, ამათ გონიათ რომ თამაშობენ და რეალურად არის რომ მართლა კლავენ და მართლა სისხლი მოდის და აბა რა მაგარია და თურმე რეალურად ხდება. ანუ მსგავსება არის ის რომ აქ სპექტაკლი ასრულებს იმის სინამდვილის ფუნქციას, ანუ იქცევა მკვლელობად და ჰამლეტი თითქოს ააშკარავებს მკვლელს. ხო. ანუ აქ მკვლელად ხდის, იქ ააშკარავს. ანუ ძალიან ბევრი მსგავსება აქვს რა. შექსპირის თანამედროვეა. და მეოთხე ტექსტი, რომელზეც კრიტიკოსების აზრი იყოფა, ეს არის ეგრეთ წოდებული მანამდელი ჰამლეტი, სანამ ეს ჰამლეტი დაიწერებოდა. აქ არის დავა, რომ ეს დაწერა ან იმ ესპანური ტრაგედიის ავტორმა თომას კიდმა და ან მეორე ნაკლებად პოპულარული არის რომ თავად ჰამლეტმა დაწერა. ამას დაკარგულია, არ ვიცი, ტექსტი დათარიღებული სავარაუდოდ არის 1599 წლებით. და აქ არის შურისძიების მომთხოვნი აჩრდილი, მამამოკლული პრინცი და შურისძიების ტრაგედია, ესე ვთქვათ. უმრავლესი კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს არის ტომას კიდის დაწერილი, მაგრამ ეხა გარდაიცვალა სხვათა შორის რამდენიმე წლის წინ ჰაროლდ ბლუმი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია შექსპირის კრიტიკოსებს შორის. და ის ამბობდა, რომ თომას კიდი არის სრული სისულელე, ეს ჩემი აზრითო ამბობს და წერს არის შექსპირის დაწერილი, უბრალოდ ეს არის წინასწარ შემზადება, ანუ შექსპირმა მისი აზრით გამოიარა წლები, რომ საბოლოო ვერსია მიიღო, ცვლიდა. ეს არის 4 ტექსტი, რომელიც ჰამლეტამდე უნდა ვიცოდეთ. თომას კიდზე მომისმენია მე, რომ საერთოდ არ არსებობდაო ეგეთი ადამიანები. ეგ შექსპირზეც არის სხვათა შორის და მაგაზე აი ეს ჰაროლდ ბლუმის ერთ-ერთი ინტერვიუა YouTube-ზე, აი რო ჩაწერ ჰამლეტს პირდაპირ აგდებს მაგის ჰამლეტ Harold Bloom about Hamlet. რო ჩაწერო, ეგრევე ამოაგდეს მაგ ინტერვიუს 30 წუთიანია და მან დამობს, რომ ოქსფორდის სკოლის ეს არის ეგ აზრი, რომ შექსპირი საერთოდ არ არსებობდა. მე არ ვიცოდი კიდზეც თუ იყო იგივე. ხო, და სრული სისულელეა. მეც ეგრე დაჟე არის მოსაზრება, რომ კიდი თომას კიდის სახელით წერდა შექსპირიო. ეგეთი სიგიჟეც მომისმენია, მე არ მჯერა ხა ეგეთ რაღაცეები საერთოდ, მაგრამ თან ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს რა. გინ თომას კიდის იყოს, გინ შექსპირის იყოს, ვისიც გინდა იყოს რა. იდეაში ის სხვა შორის ჰამლეტს რამდენიმე ვერსია აქვს, თვითონ შექსპირისეული რამდენიმე ვერსია აქვს. ერთი არის 1604-ია მე მგონი დადგმული. ეგ არის საბოლოო ვერსია. და ცოტა მერე კიდე აქ დადგმული 600 არ მახსოვს რომელში 1000 მერე რა, 1610 მერე მე მგონი. მოიცა როდის გარდაიცვალა კაცო. არ მახსოვს. მაგ დროს მე მგონი გარდაცვლილი. ხო. რაღაცა ეგეთი მახსოვს. მე ძალიან ცუდი ვარ ეგეთი დეტალების იმაში რა. ხო, ანუ თუ ჰაროლდ ბლუმს დაუჯერებთ, ახლა ძალიან ხშირად ვახსენე, ანუ ტექსტმა განიცადა ძალიან ბევრი ცვლილება. შეიცვალა ბევრჯერ რა, მოკლედ ტექსტი შეცვალა და მუშაობდა წლები რა, ეს ახლა გასაკვირი არ არის. ხო, რა თქმა უნდა, ესე ტექსტი რო დაჯდეს საბოლოო ჯამში უნდა შეცვალო რა. კი. აი ხა იმ ტექსტზე რო ამბობდი.
ესპანურ ტრაგედიაზე რომ ამბობდი, ახლა რაღაცეებს ვფიქრობდი, რომ აი სიტყვაზე ეგ ტექსტი როგორ იმუშავებდა მაგ პრინციპით და ჩემი აზრით აი ზუსტად ეგ ტექსტი უნდა აიღო და მე გადაცვალო რაღაცეები, რომ ჰამლეტი დაგიჯდეს. სხვა შემთხვევაში იმ ხელა ტექსტი ვერ გამოვა, რომ ხელაც ჰამლეტია რა. აი სპექტაკლის სცენის სიტყვაზე შეცვლა უეჭველი გიწევს, იმიტომ რომ ჰამლეტს ისე ვერ დაამთავრებ, როგორც უნდა დაამთავრო და აი იმ ბოლო ორ სამ თავს ვეღარ იზავ რა. მაგითია რეალურად ხო? ფასის ტექსტი, რომ ისე გადაანაცვლა ხედვის კუთხეები შექსპირმა, რომ მივიღეთ ტექსტი ისეთი დონის, რაც მივიღეთ. რაზეც ყველა არ იყო ეს. მოიცა, ქართული თარგმანების სხვა. ესე იგი, თარგმანების ისტორია. ეს არის პაატა ჩხეიძის შესავალი ახლა ნათარგმნი ჰამლეტისა, რომელიც ქალბატონმა ლელა სამნიაშვილმა თარგმნა და პაატა ჩხეიძეს ეკუთვნის წინა სიტყვაობა. და იქიდან ამოვიღე მოკლედ ეს ისინი თარგმანების ისტორია. მოკლედ პირველად 1858 წელს ეს გამიკვირდა სხვათა შორის, მეგონა რომ მაჩაბელი იყო პირველი მთარგმნელი და თურმე არ ყოფილა, ჟურნალ ცისკარში იბეჭდება ლავრენტი არდაზიანის თარგმანი. შემდეგ გადის დაახლოებით 30 წელი, თითქმის 30 წელი და 1883 წელს ქართულ თეატრში დაიდგა ანტონ ფურცელაძის თარგმანით. თუმცა ამბობენ რომ სუსტი იყო, პაატა ჩხეიძეს ესე უწერია. 1885 წელს იგივე სპექტაკლი იდგმება ერთის ცვლილებით. ამჯერად შემოდის ივანე მაჩაბელი და ის თარგმნის ოფელიას სიტყვებს. ემატება მაჩაბლის თარგმანი. და შემდეგ უკვე ივანე მაჩაბლის სრული თარგმანი, რომელზეც დაყრდნობით ჩვენ ახავ წერთ, ჩვენ ამ თარგმანით ვსარგებლობთ, ჟურნალ თეატრში იბეჭდება მაჩაბლის სრული თარგმანი. ჩემდა გასაკვირად 1945 წელს ჟურნალ ნათობში უკვე კონსტანტინე გამსახურდია პირველი მოქმედების პირველი და მესამე ჩათვლის სცენებს თარგმნის და ბეჭდავს და მაჩაბლის თარგმანს ტექსტიდან დაშორებას საყვედურობს. სხვათა შორის ეხა ერთ წინადადებაში შევადარე იმას ორიგინალს და ეხა მე მაჩაბელს ინგლისურს ვერ დაუწუნებ, მაგრამ რაღაცა ჩემი აზრით აქ უკეთესად არის თარგმნილი ის კონკრეტული ფრაზა რა. ეხლა ხო, ანუ რაღაც ჩემი აზრით რაღაც ლოგიკა არის მაგაში, რომ ეხლა გამსახურდიას დონის ფიგურას რაღაც ეთქვა მოკლედ. 2002 წელს თესეუს გამომცემლობა ზურღან გემაზაშვილის ჰამლეტისა და ოტელოს თარგმანს უშვებს, ბეჭდავს. და 2019 წელს არტანუჯი უშვებს ლელა სამნიაშვილის ჩემი აზრით აი წყალივით აუცილებელი იყო ჰამლეტის თავიდან თარგმნა და ისე მაგრად არის თან თარგმნილი, რომ აი აქ რაღაცეებს ეხა ეს არის მე-19 საუკუნეში თარგმნილი, ხო? გინდა არ გინდა მე-19 საუკუნის ქართულით არის თარგმნილი. და აი ეს წიგნი არის 21 საუკუნის ქართულით რა. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მით უმეტეს ახალგაზრდებიან ჩვენ ხენები რომ დავინტერესდეთ შექსპირით და რთული არ მოგვეჩვენოს კითხვა, აი ესეთი ხალხისთვის არის ლელა სამნიაშვილის თარგმანი იდეალური რა. ანუ შვილს თუ გინდა რომ დააინტერესო მაგალითად შექსპირი, უნდა წააკითხო არა მაჩაბელი, არამედ ლელა სამნიაშვილი, ჩემი მოგზალებული აზრით. ნესმის მე ეს თარგმანი არ წამიკითხავს და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ განცდა მაქვს რომ სიტყვები ისეთი ანახმარი, რომელიც უფრო ჩვენ გვესმის. უფრო გასაგებია რა. ხო, და ფორმები, გრამატიკული ფორმები, რაღაცა წყობა სიტყვათა გასაგებია უფრო რა, ჩვენი კონტექსტია. ეგ მესმის. მე მაინც პირადად მე მიკერძოებული ვიქნები მაინც მაჩაბელის თარგმანთან, იმიტომ რომ ემოციური კავშირი აუ ძალიან დიდი რა. მე მგონია რომ მაჩაბელმა ყოფნა არ ყოფნა, საკითხავია ნაწილი მონოლოგი ჰამლეტის ისე თარგმნა, რომ ეგ მონოლოგი ინგლისურადაც მაქვს წაკითხული რა. მე ვერ ვუწუნებ ვერაფერს რა, მარტო ეგ მონოლოგი მაქვს ინგლისურად წაკითხული და ჩემი აზრით ზის. აი კარგად მაგრად ზის. სხვათა შორის ამ ახალ თარგმანში რაც კარგი თარგმანი იყო, მაჩაბლის დატოვებულია. ხო. აჰა, მაშინ ესე იგი კი არ გაუმჯობესებია მაჩაბლის ტექსტი არ გაუმჯობესებია. ხო, ეგ ძალიან კაია სხვათა შორის, რომ წინარე გამოცდილებას იყენებს და იმას შეგვიძლია. თარგმანმა ეგ აუცილებლად უნდა გააკეთოს, სხვა შემთხვევაში გაჭირდება. კი, მოდი უშუალოდ გადავიდეთ და რას გვეთყოდი დასაწყისზე, შენ გახსენი? ხო, მე მგონი აწი უკვე დრო არ ვთქვათ თუ რატო ვიწყებთ სტარტებით და საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ტექსტში პირველ აბზაცს რა, ან აბზაცს, ან თავს, ან სცენას, რა მნიშვნელობა. და იდეაში ეს მარტო ტექსტებს არ ეხება, ეს თითქმის ყველა შემოქმედებით რაღაცას ეხება რა. ანუ, როდესაც ყავს აუდიტორია რომელსაც რაღაც პროდუქტს აწუდი რა, შენ ვალდებული ხარ, რომ სანამ უშუალოდ შენ ტექსტს ბოლომდე გაიცნობ, სანამ დაამთავრებს ტექსტის მიღებას, იცოდეს თუ დაახლოებით რაზე იქნება ტექსტი.
ანუ მთელი პირველი აბზაცი ან პირველი აქტი ან რაღაც ეგეთები ან ეყრდნობა მაგ პრინციპს, რომ მე ჩემი მკითხველი ან ჩემი პროდუქტის მიმღებელი უნდა დავაინტერესო იმითი, რასაც ვქმნი და უნდა დავაინტერესო პირველივე თავებში, იმიტომ რომ თუ პირველივე თავში არ დავაინტერესე, მაშინ ის ანუ ჯერ ხო ვერ გაიგებს ტექსტი რაზეა. შეიძლება სხვა მიმართულებით წაიღოს საერთოდ ტექსტი, არა იმ მიმართულებით, რა მიმართულებითაც ვაწვდი. და შესაბამისად აიბნევა ტექსტს, რომ დამთავრებს მე თან მისაყვედურებს, რომ ხო შეგეძლო ჩემს აქამდე გეთქვა, რომ ტექსტი ამაზეა, რატომ აწვალე, რატომ მომიწია რომ 200 გვერდი წამეკითხა, როცა შეგეძლო რომ პირველ ორ გვერდში გეთქვა, რომ ტექსტი ამაზე იქნება. ანუ პრაქტიკული სრულიად, კი, და აბსოლუტურად ყველა ტექსტი მოყოლებული ოდისეადან ოდისეა რაღა გილგამეშიდანაც ეგრე იწყება, გილგამეშიც ხო ეგრე იწყება. ანუ იდეაში ძველი ტექსტები ეგრე აკეთებენ, რომ წერენ, რომ ხო ეგრე. ხო, რომ მე მოგიყვები ამბავს ამაზე და ამაზე. და მე გიყვება ამბავს მაგაზე. ხო, მაგრამ აქ ხო და მე ცოტა პრინციპი შეცვალეს, იმიტომ რომ როგორ რაღაც მოხდა, იცი? აი უკვე ეგ ცოტა პრინციპი შეიცვალა ტრაგედიების მერე აი ესკილებრივი და სოფლის ხო მაგის გავლენა რომ შემოვიდა ცოტა შეიცვალა იმიტომ რომ ანუ ისინი ხო იმ პრინციპით იწერება რომ მაყურებელმა უკვე წინასწარ იცის ამბავი ხო და მე რაღაცა უკვე წინასწარ ამბავი ერთ აბზაცში თუ ვიცი რომ ამბავი რომელსაც მოვყვები ისედაც იცის და შესაბამისად ამბავს მაგას რატო აკეთებენ ისიც თქვა ანუ მაშინ რაღა აზრი აქვს ლიტერატურას თუ წინასწარ ამბავი იცი ან ხო და მაშინ თუ წინასწარ ამბავი იცი მანდ უკვე ტექსტის გადაცემისას მუღამი ის არის პრინციპი ის არის რომ ამითი ადამიანურ მასშტაბს აძლევ რა ანუ ტრაგედია ხო რეალურად ეგ არის რომ სადამდე ანუ რაღაცა ადამიანი რო არის ამ ადამიანს მის საპირისპირო მდგომარეობაში ჩავაგდებთ და გაჩვენებთ თუ როგორ ფუნქციონირებს ამ საპირისპირო მდგომარეობაში ანუ როგორ ამოდის აქედან რა იმართება აქ ტრაგედიების მთელი პრინციპის მაგაში მდგომარეობს რომ ჩვენ ვიცით რა გასაჭირში ჩავარდება პერსონაჟი მაგრამ ამ გასაჭირში ანუ სპოილერის ცნება არ არსებობს არ არსებობს საერთოდ ბერძნულ ტრაგედიებში რა და პრინციპი ის არის რომ რა გავლენას მოახდენს ამ პერსონაჟს ანუ პერსონაჟს იღებენ ამბავს უცვლელს ტოვებენ მაგრამ ამ პერსონაჟს სხვადასხვა მიმართებებს აძლევენ სხვადასხვა განცდებს აძლევენ სხვადასხვა მახასიათებლებს და შესაბამისად მე ჩვენ ვაკვირდებით ამ მახასიათებლებით ამ ამბავს როგორ მიემართება, რა მოხდება, რა გასაჭირში ჩავარდება, როგორ ამოვა აქედან. ოღონდ არა პრაქტიკული თვალსაზრისით, არამედ განცდით თვალსაზრისით. და ეგ არის მთელი პრინციპი და მე მაგათ რო აღარ სჭირდებოდათ რომ პირველი აბზაცი დაიწერათ რომ მე მოგიყვები ამბავს ამას და ამას. იმიტომ რომ ისედაც იცი. ხო, ისედაც იცი. შესაბამისად გააკეთე ეგეთი რაღაცა რომ პირველ აბზაცში ან პირველ აქტში გიწერენ თუ რა განცდები, რა თვისებები იქნება ამ ტექსტში მოცემული რა და ჰამლეტი ზუსტად ეგრე იწყება. ანუ პირველი აქტი, სადაც აჩრდილის ამბავი არის, რომ ჰორაციო რო გაყვება იმათ, რა ქვია, ფრანცისკოს და იმას მეორე სახელს, ბერნარდო, ხო. რომ მიყვება ამბავი ხო ეგეთია, რომ აჩრდილი უნდა გამოჩნდეს, ესენი ეუბნებიან ჰორაციოს, რომ აჩრდილი გამოჩნდა. და ვაიმე დედა ეს რა არის, წამო უნდა განახოთ. ჰორაციოს მიყვება და ტექსტი იწყება, რომ მან ვინას გახარ რა. და პირველი აქტი გეუბნება ეგეთ რაღაცას, რომ ჩვენ ტექსტს დავწერთ რაღაცა განცდებს. და ნუ პირველ აქტს თუ კარგად დააკვირდები, მიხვდები, რომ ამ ტექსტში იქნება შიშის განცდა, ამ ტექსტში იქნება რაღაცის მოლოდინის განცდა, ამ ტექსტში იქნება სიმცდა, ანუ სიცრუის განცდა, ანუ იმის წარსულთან კავშირის განცდა, ეგეთი განცდები იქნება რა და მაგიტო ვაკეთებ ჩვენც პოდკასტში მაგას პირველი აბზაცით რო ვიწყებთ, რომ პირველი აბზაცი ჩვენ თუ კარგად გავიაზრეთ, შესაბამისად მივხვდებით, რაზე იქნება ტექსტი მოცემული, რაზე მოგვიწევს რომ ორიენტირდეთ. და ამას რაღაცა შექსპირი ძალიან იდეალურად აკეთებს რა, პირდაპირ გისოვს, რომ ჩემი ტექსტი იწერება ამაზე. თუ პირველ აქტს გაიგებ, მთლიან ტექსტს გაიგებ აბსოლუტურად რა. და ანუ პირველი აქტის მთელი პრინციპი იმაშია, რომ ბერნარდო და ფრანცისკო ელოდებიან არჩდილის გამოჩენას, მაგრამ არჩდილი არ გამოჩნდება, ესე იგი მათი მოლოდინი გამტყუნდება. შესაბამისად ვიცით, რომ ტექსტში რაღაც მოლოდინები გამტყუნდება აუცილებლად. ეგ ძალიან კაი. ეს ჩემი ის არ არის. ხო, ლიბრიდან წამოვიღე. ხო, აი ეგ მაგალითად ეგრეა, რომ შემდეგ ტექსტში ჰამლეტს აუცილებლად ექნება მოლოდინები და ჩვენ ამ მოლოდინებს რო ვკითხულობთ, შეგვიძლია მე უკან გადმოვუახუიოთ და მივხვდეთ, რომ ჰამლეტის ეს მოლოდინები არ გამართლება. და არის რაღაც ხვები, რაც გამართლება, ის მოლოდინებიც არ არსებობს და ეს ყველაფერი პირველი აქტით ხდება რა. მაგიტო არის ჩემი აზრით უნიშნულოვანი. თუ პირველ აქტს გაიაზრებ, ყველაფერს მიხვდები ტექსტზე რა. ანუ შენ ამბობ ხარ, რომ პირველი აქტი ლიტერატურაში ანუ ამ ტრაგედიებში იცვლება ის, რომ თავარი აქცენტები გადადის ადამიანის შინაგან სამყაროზე და არა სამყარო როგორია მოწყობილი გარეთ. ხო. იმიტომ რომ ჰამლეტიც ხო ეგეთი პერსონაჟი, ანუ რეალურად ლიტერატურაში რა იცვლება ჰამლეტის გამოჩენით, ჰამლეტის როგორც პერსონაჟის, ხო? რომ ადამიანის რაღაცა ყურადღება მკითხველის გადადის ადამიანში რა ხდება და არა სამყაროში ესე ვთქვათ, იმიტომ რომ აქ ამოსავალი წერტილი ხდება ეგ. ხო და ხო მაგას თავისი ახსნა აქვს ხათ შორის ბერძნული ტრაგედიებიდან და ოდისეადან რო გამოყვე შექსპირამდე რა. პრინციპი ჯდება ეგრე, რომ სანამ ქრისტიანობა შემოდის, როგორც იდეა და ცნება, სამყარო ღმერთზე დიდია.
ხვდები, ანუ როგორ მომიცი, არსებობს სამყარო ძალიან მასშტაბური, მაგის ქვევით არის ღმერთი, ანუ ღმერთი უსასრულო არ არის, ყოვლის შემძლე არ არის. ანუ ღმერთზე მაღლა რაღაცეები დგას. და სხვა შორის ამის დასტური ის არის და ეს ოდისეას რო წერდი, ბერძნული იდეა, ოდისეას რო წერდი, სხვა შორის ეგ დასტური მივიღე რა, მჭირდებოდა ერთი წერტილი და ბედის წერის ელემენტი და ორესტეაში რო ბოლოსში ღმერთებს აჩერებენ. ხო, აი ეგ ერთ-ერთი დასტურია იმისი, რომ სამყარო ღმერთებზე დიდია. მე უკვე ქრისტიანობა რო შემოდის დასაბამში, დასაწყისში. თავიდან ღმერთი და სამყარო გატოლებულია რა. მე უკვე ქრისტიანობა ცოტა უფრო ვითარდება. დაახლოებით ბაროკოს პერიოდს რო უახლოვდებით და ბაროკოს პერიოდი არის შექსპირი. ეგეთი რაღაც ხდება, რომ ღმერთი სამყაროზე დიდია. და თუ ღმერთი სამყაროზე დიდია და ჩვენ ადამიანები უნდა ვემსგავსოთ ღმერთს, შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია სამყაროზე ვიბატონოთ. და რეალურად ღმერთის არა მარტო სამყაროზე დიდია, არამედ ღმერთი სამყაროს მოიცავს. ღმერთი თუ სამყაროს მოიცავს, ადამიანს შესაბამისად შესაძლებლობა აქვს, რომ საკუთარი თავის მოცვით, ანუ საკუთარი თავის სრული утилизაციით შეძლოს სამყაროზე გაბატონება რა. და ეს წარმოდგენა იბადება იქიდან. შექსპირიდან, ანუ არ ვიცი ხან რამდენად შექსპირიდან იბადება, მაგრამ მაგ პერიოდში იბადება ეგ წარმოდგენა და მე ვიტყვი, კი, აქ სრულიად ეგ არის რა, მთელი ტექსტი. იდეაში ამაზე მეორე ნაწილში უკეთესად ჩავშლით, თუ როგორ ახერხებს ჰამლეტის პერსონაჟით ეგზისტენციალიზმის სრულ გამოვლინებას და მე როგორ ცნების შემოტანას და კიდე იმაზე ვილაპარაკებთ მე მონაწილს მაინც რო ვთქვათ, იმიტომ რომ რაღაც ყველა არ ელოდნენ და კიდე ვილაპარაკებთ უშუალოდ რამ მნიშვნელობა აქვს პიესებს ლიტერატურულ სამყაროში და როგორ შეიძლება რომ გავლენა ყოფილიყო ნების რომანების და რაღაც ეგეთების. მე მონაწილს ვილაპარაკებთ გარჩე. ხო და აქ ჰამლეტში ეგ არის სრულიად რა. არა, მე მგონია რომ პირველ ეხა ამ ნაწილში აჯობებს რომ უშუალოდ ადამიანურ მიმართებებზე მახვილებდეთ ყურადღებას რა. უშუალოდ პერსონაჟებზე. ხო. აი პოდკასტზე რო გითხარი, მოკლედ ოქსფორდის პოდკასტი არის, სადაც ლექციები არის ჩაწერილი და დევს ჩვენ ნახეთ Apple პოდკასტზე. და ერთ-ერთი ლექტორი ქალი არის, სახელდაგვარი არ მახსოვს. საუბრობს ჰამლეტზე და იქ ახსენებს, რომ ანუ რატო ქვია მაინც და მაინც მამასაც და შვილსაც ერთი და იგივე სახელი რა. რას უნდა ნიშნავდეს ეგ? ის ამბობს, რომ შესაძლოა ეს სათაური ჰამლეტი საერთოდ არ ნიშნავდეს ამ ჰამლეტს, ჩვენ ვისაც გულისხმობთ, და ნიშნავდეს მამა ჰამლეტს. მაგრამ მე მანდ გამიჩნდა ერთი კითხვა. სრული სათაური რა ქვია ამ ტრაგედიას? ქვია ტრაგიკული ისტორია ჰამლეტისა, დანიის პრინცისა. ხო, მაშინ მამა როგორ იგულისხმება მაგ ჰამლეტში? ბიჭო, მე ძალიან ბევრი მიფიქრია მაგაზე და ვერ მივდივარ რაღაცა აზრამდე. ნუ სხვა შორის რეალურად ტექსტი ხსნის ჰამლეტი რატო ქვია რა და მაგას ხსნის მესაფლავების სცენისკენ დაახლოებით. რაღაცნაირად დეინო რო ამბობს? ხო რა, დაახლოებით მან ხსნის ეგეთი პრინციპით, რომ როგორ არის ეგ ნახე ჰამლეტი როგორც მამამისი. ჰამლეტი მამა ხდება თავ, ანუ მამამისიც ხდება და მამამისზე მეტი ხდება რა. მამამისობით მამამისზე მეტი ხდება. ანუ ეგ როგორ არის? ნახე, აი პოლონიუს რო კლავს ჰამლეტი. აი მაგ სცენაში აჩრდილი რო ამოდის, მამამისი რო ამოდის. გაფითრებული რო არის კაცი. რო გაგიჟდა რომ ეს რა ქენიშვილო. ანუ ეგ ხო იმის დასტურია, რომ ტრაგედიას უნდა ერქვას ჰამლეტი, იმიტომ რომ ერთმა ჰამლეტმა ჩაანაცვლა მეორე ჰამლეტი და შეძლო იმაზე მეტი, ვიდრე პირველი ჰამლეტი შეძლებდა. და ეს ყველაფერი შეძლო იმ მასშტაბის ტრაგედიის შექმნით, რომელიც მასშტაბის ტრაგედიასაც პირველი ჰამლეტი ვერ შექმნიდა. ძალიან ცუდად ხსნი, იმიტომ რომ მე მართლა არ ვიცი რატო ქვია რა. რასაც ამბობ, მაგრამ მე მგონი შვილი ჰამლეტი მამამისზე მეტად კლაუდიუსს უფრო გავს. აი რანაირად და ნახე. ოღონდ იმით არა, ანუ კლაუდიუსი ცოტა უფრო ბრძენი პოლიტიკოსი ჩანს ჩემ თვალებში, მაგაგებით არ გავს. მაგრამ ეხლა რას გულისხმობ? ანუ პოლონიუს რა მიმართებაც მის შვილთან აქვს, ლაერტესთან. დაახლოებით იგივეს გულისხმობ რა. აი ხა ახსნი. ესე იგი, მამამისის აჩრდილი არის შეჭურვილი, ანუ იმით არის რა ქვია, საბრძოლო მზადყოფნაში თითქოს ის არის მეომარი, ბრძოლაში დაცემული. ანუ ჩემ თვალში უფრო ისეთი კაცია რა, მასკულინური ადამიანია. რასაც რა, ანუ ჰამლეტი მაგაში საერთოდ არ გავს. საერთოდ არ არის მეომარი. ანუ უფრო თითქოს რაღაცა სხვანაირი აღქმა აქვს
მამაკაცურობის რა. ახლა კი არა, სხვანაირად აღვიქვა მე მას როგორც ფემინური ენერგია აქვს საკმაოდ ბევრი. ხო, ფემინური ენერგია აქვს. უფრო თითქოს აი საერთოდ არ არის რაღაცა მეომარი ტიპის მამაკაცი რა. არის უფრო აი რა თქვა, აკადემიური განათლება. თან ცოტა პუტკუნა რატო? ჰამლეტი პუტკუნა. ხუჭუჭა რო არის ეგ ხო? პუტკუნაცა. პუტკუნა რა იმისი ამბობს? აი იმის ხო და ანუ მოკლედ არ გავს მამამისის რა თვისებას ჩანს წიგნში საერთოდ ვერ იმეორებს ამას ხო და მე უფრო აგიტო ამსგავსებ კლაუდიუსს რა იმიტომ რომ კლაუდიუსსაც არ გავშინე კლაუდიუსიც არ არის მამა ჰამლეტისნაირი ფიგურა არა ხო საერთოდ არ არის მეომარი ტიპი კლაუდიუსი რო კარგი მეფეა და ჰამლეტი კარგი მეფე ვერ იქნება ვერასდროს ხო და მაგით არ გავს მეთქი ანუ კარგი პოლიტიკოსი არ არის მაგრამ პიროვნული გაგებით სანამ ჰამლეტი გაუფრენს მესმის მანამ მამამისი და ბიძამისი რო დავაყენო, ბიძამის უფრო გავს და ეგ ცოტა კლაუდიუსი რო რაციონალურია და ჰამლეტი უფრო ხო და სანამ გაგიჟდება მეთქი. არა, გაგიჟებამდეც. ჰამლეტი უფრო ემოციურია, კლაუდიუსი უფრო რაციონალურია. ხო, აი მამამისი მაგით მომსგავსე მე რეალურად მამა ჰამლეტის დიონისური აპოლონური ისი. მე ეხა მივხვდი როგორ არის, მივხვდი. მე სხვა შორის მე აი აჩდილი უკვე შემოვიდა და მოდი ვილაპარაკოთ მამაშვილის მიმართებაზე, როგორი უზით ჰამლეტს და აჩდილს რა. ბიჭო, მე რა მომწონს, იცი? აბა. აი ეს ფრაზა მომწონს რა, მშვიდობით ჰამლეტ მიგონებდი არ დამივიწყო. აუ, მაგარი ფრაზაა. აუ, რამდენი კაი ახსნა აქ მაგას იცი. ერთ-ერთი და ცოტა უსულელური ახსნა ის არის, რომ ფროიდი არ შემოვიდა. არა, რა ის ფროიდი არ მადარდეს. ერთ-ერთი ახსნა ისაა, რომ თუ ჰამლეტი დაივიწყებს, მოსაკითხი ხო აღარავინ ეყოლება და ვეღარავინ მოიკითხავს მამას და დავიწყებული იქნება სრულიად ჯოჯოხეთშიც. ანუ რო გივიწყებენ ქრები სრულიად რა და მაგიტო უნდა რომ არ დავიწყონ, იმიტომ რომ მამა ჰამლეტი ხდება, რომ მას დაივიწყებენ აუცილებლად, იმიტომ რომ ისეთი კაი, ანუ ისეთი როჟა არ იყო, რომ არ დაივიწყო, რომ გავიგე რომ მეფეა და მეფე უნდა დაივიწყო, მაგრამ ისეთი მეფე იყო, რომ უნდა დაივიწყო. და ერთადერთი იარაღი ვისითაც სამყაროში იარსებებს, თუ გინ ჯოჯოხეთში იყოს, მაინც იარსებებს, არის ჰამლეტი. და ეს ანუ ძალიან ფემინური ამოძახილია, რომ გთხოვ არ დამივიწყო, იმიტომ რომ თუ დამივიწყე გავქრები. ეგ ერთი ვერსია. რა ფემინური ენერგია თუ არ გაქვს კაც, მაგას თვალად არ იტყვი ჩემი აზრით რა. იმიტომ რომ ტექსტ მაგამდე ხო მთელი შეძახილია, რომ მიდი დაცხე იმას, მოკალი ის, განადგურე, მოაჭერი თავი შური იძიე. მე რა არ დამეწყო, მაგრამ რეალურად პირველი მიმართება რაც არის, რომ მიდი მოკალი დაიჯახე. არ დამივიწყო კიდე უბრალოდ კაკუნია, რომ გაიგე ეს უნდა გააკეთო, ეგ მეორე ახსნა. აი ეგ არის ჩემი აზრით ეგ ფრაზა გამსაზღვრელი მე ჰამლეტის მთელი ტრანსფორმაციების რა, იმიტომ რომ მე მგონია რომ მამის მახსოვრობაზე არის დაფუძნებული შემდგომში მთელი მისი ყველა ქმედება, რასაც მომავალში იზამს რა. და ანუ პერსონაჟის გამსაზღვრელი ხდება მეხსიერება და ეგ აქ მე ჯეიმს ჯოის აღებული ჩემი აზრით აქედან აქვს რა. ანუ ჯოისის მკვდრებში ზუსტად ეგა ჯემ მკვდრები ქვია, ხო? ანუ იქ არის რომ პერსონაჟის მიმართება საკუთარ მესთან განისაზღვრება იმით თუ რა ახსოვს. ხო. ეს კაფკასთან ვარო შენ ხარის რაც დაგავიწყდა და რაც არ გახსოვს რაღაც ეგეთ სიგიჟები არ არის. პირდაპირ არის რომ შენ ხარის რაც გახსოვს. ხო, კი. და ეგ ჩემი აზრით არის ჰამლეტური ტიპიდან აღებული რა. და ჯოისთან ეგ ხდება დამღუპველი, ანუ გინგრევს მიმართებას საკუთარ მესთან, იმიტომ რომ იქ ის ცოლი რო იგონებს, რასაც იგონებს, მის ქმარს ემართება ეგ რო ანგრევს მთლიანად რა. და მანამდეც მთლიანად ეს მკვდარი მამა, იქაც არის მკვდარი მამა სხვათა შორის. და მოკლედ ეს მეხსიერება როგორც პერსონაჟის და პერსონაჟის რა ადამიანის გამსაზღვრელი, რომ ვინ ხარ დაფიქრდი და მაგაზე პასუხს იპოვი იმით თუ რა გახსოვს. აქ არის ჰამლეტს, რომ ჰამლეტს ახსოვს მამამისს და მთელი მისი მაგიტოა სახელი იგივე რო ქვია რა. ეხა მომივიდა ეგ რომ აი რაც ახსოვს არის მხოლოდ და მხოლოდ მამამისი. თან მანდის არის რომ ბიჭო მამამისის გარდაცვალების თუ მკვლელობის მომენტში არ არის ჰამლეტი. ეგ ძალიან ისა გამსაზღვრელია იმიტომ რომ რატო გააკეთა ეგრე? რატო არ არის აქ? ეგ სხვა შორის ახსნილია ტექსტში, რატო რა ხდება? ეგ ურთიერთობითი ხსნება.
უცებ დამოვიწყდება კარგად მომაფიქრდა შე რო თქვი რომ გამსაზღვრელი ეგ არის და ტექსტუალურადაც რო გაყვე მამა ჰამლეტი ხდება აღმძვრელი მექანიზმი მოძრაობის ჰამლეტისთვის რა ანუ აღმძვრელი მექანიზმი რომ რაღაცა გააკეთოს საკუთარი თავის ადი ბიზაშენი მოყვა ხო რა რეალურად ჰამლეტისთვის ეგ არ ვიცით რამდენად სწორია რომ მაგას აკეთებს მაგრამ რაღაცას რო აკეთებს მაგას იწყებს მამა ჰამლეტი და არ დამივიწყო მე რომ მიემართება მაგას რამდენი ხანიც ჰამლეტის გონებაში მამა ჰამლეტი იქნება იქამდე აღძრული იქნება მოძრაობის მექანიზმი და ვერ გაჩერდება ეგ ძალიან მაგარია მაგიტო არ ჩერდება ტექსტის ბოლომდე იმიტომ რომ ყოველთვის არ ივიწყებს რა და ალბათ ერთ-ერთი რჩევა რომელსაც მამა ჰამლეტი აძლევს გამოცხადების პირველ მომენტში რომელსაც შეკითხვას არ უსვამს ყველა სხვაზე იჭობს რომ ეს სიმართლეა თუ ეშმაკი გამომეცხადა ეშმაკმა მითხა ყველაფერზე შეკითხვას უსვამს მაგრამ არ დამივიწყო არ არის არ ავიწყდება მაინც ძალიან მაგარია და ეს დანიაში რატო არ არის მაღაზია ბიჭო ხო შეხვედრას რო შეხედო ძალიან ცივად ხდება მამა რა წამიგე შული არ გინახავს მკვდარი ხარ და არანაირი მოსიყვარულება არ არის ეგ ერთი და მე მაგედან ხვდებით რომ როგორც ჩანს მამა ჰამლეტს და შულ ჰამლეტს კარგი ურთიერთობა არ ქონდათ ერთმანეთთან რა დიდად არ უყვარდა მამას შვილი და გაგზავნილი ყავთ ჰამლეტი არის 30-ის დაახლოებით უკაკუნებს 30-ს მაგ დიდია რა და როჟა ჯერ კიდე მართვაზე სწავლობს. ანუ მართვაზე სწავლობს რა. ანუ მაგათთან ხო ქვია liberal arts, კაი მართვაზე არა ლიბარტზე სწავლობს ჯანმრთელს. ანუ 30 წლის კაცი ლიბარტზე სწავლობს. რა ის მარადწვანეობა ეკა. და მე ანუ მაინც უნივერსიტეტშია რა ეგ რო ხდება და ეხა იმან რა იცის მანდაც ჩანს რომ მეომარი ტიპი არ არის რა. ხო, ლიბარტზე სწავლობ რა ის მეომარი შემიძლია. 30 წლის კაცი წადი რა ნადირე და ის ჭადრაკი ისწავლე და რა. აი რანაირად რომ ნადირობაზე ჭადრაკის თამას ერთად. ბიჭო, ეგ რა ინდული საკრიტი. აი ჭადრაკი კი. არა ხო იქ ხო ეწერა. კი, ძალიან. ხო და ეგ მუღამია რომ ანუ ვერ ქონდათ კაი ურთიერთობა შემაგასთან. საშინელი ურთიერთობა ქონდათ და დედა კიდე გადარჩენას ცდილობდა. ფროიდის ჭიბუხის სუნი შემოვიდა. ოღონდ ფროიდი კი არ შემოვა. ფროიდი აქედან მიხვდა მაგ ყველაფერს. ხო. რეალურად ჰამლეტი ეგ მე მგონია რომ აი ფროიდი და რაღაცები მეორე ნაწილში შემოვაგდოთ უეჭველი რა. იმიტომ რომ რეალურად ავტორები მეორე ნაწილში. ხო, აი ეს ტექსტი არის საფუძველი ყველა დიდი ფსიქოანალიზის, რაც არსებობს მე ლაკანიც და ნუ ძალიან ყველა ეჭიდება ჰამლეტს და ხელს არ უშვებენ რა და ძალიან სწორიცაა მაგას ვაკეთებ კაცო. ხო, შეხვედრის სცენა უცებ ვიტყვი რა შეხვედრის სცენის მუღამი ეგ არის რა, რომ აღძრას ჰამლეტში მოძრაობის სურვილი. და რეალურად ძალიან საწყალია მეფე, იმიტომ რომ მეტი ვერავიში ვერ ახერხებს ამას. კაცი შვილი არ დარჩა დედამიწის გულზე რა, შენი ძმა რანაირად უნდა იყოს მაგან მოკლა. შენი ცოლი რა, შენი ცოლი შენ ძმასთან წევს რაღაცა ცოლად გაყვა. აუ რასაც მეტი არ ამიყავს, იმიტომ რომ ჰამლეტი და ყველამ დაივიწყა. აბსოლუტურად ყველა დიდებული, ყველა მისი მხარდამჭერი, ვინც არის, ყველა ჯიგარი ადამიანი, ყველა კლაუდიუსისკენ. ჰამლეტში აგრძელებს თავის არსებობას. ოღონდ ეგ ხაზი მე ჰამლეტის სიკვდილით არ სრულდება. და მოდი ახლა შემოვიყვანოთ ფორტინბრასი. ფორტინბრასის მამასაც ფორტინბრასი ქვია. ანუ ეს ორი პერსონაჟი ორ-ორი არის ერთმანეთის სარკისებული. ოღონდ რითგან სხვდებიან ერთმანეთისგან. ესენი რო არიან გიჟები და წყალწაღებულები და რაღაცა და არიქა გარდასახვა და მეტამორფოზა და ის შიზოფრენია და ის მოუკლათ და ეს დავჩეხოთ. აგერ ძმაო ხალხი დაავადებული გამჭრეახი პოლიტიკოსი ამ დანიის სამეფოზე გაატარა ჯარი და ის გაცვლილი იყო წინასწარ რომ უკან რომ მოbrunდებოდა რაღაცას ვქნათ ბარემ და ეს დანიაც მივიერთოთ და ფორტინბრასი განსხვავებით ჰამლეტისგან ჯარს აგროვებს და არიქა მამაჩემი და რაღაცა და მივაწვეთ და რქებით და მეომარია რა აი რაც აკლია ჰამლეტს და ჰამლეტი არის რომ ვაიმე ეხა რა ვქნა ვაიმე ბიძაჩემი მოუკლავ მაგას მოუკლავ და მთელი წიგნი არის რომ მაგას მოუკლავ მიმიშვით და ვერ კლავს რა და ერთ ბოლოში კლავს და ყვდება და ბოლოს სიტყვას რას ამბობს ჰამლეტი გადააბარებს ფორტინბრას თავის ხმას უტოვებს ფორტინბრას რომ აი ძმაო შენ მოდი და შენ გააგრძელე ანუ მამამისმა რაც გადმოაბარა ჰამლეტს იმას გადაიტანს ფორტინბრასში ოღონდ რა იცვლება მაგით რომ შემოდის ისეთი პერსონაჟი რომელსაც აქვს ისეთი თვისებები რაც არ ქონდა ჰამლეტს ანუ რასაც მოისაკლისებს იმას სიკვდილის მერე თითქოს იმარჯვებს საკუთარ თავზე რა ეგრე აკეთებს ან ცნაური ამბავია რა წარმოიდგინე რეალურად ჯერ ხო კლაუდიუსი კვდება ხო კლაუდიუსის სიკვდილის მერე ხო ჰამლეტისაა ტახტი ანუ თეორიულად ჰამლეტი ხმალს რო აბარებს ხო მეფეა
და ერთადერთი გადაწყვეტილება, რაც მეფობისას მიიღო, არის ის, რომ თავისი სახელმწიფო სხვას მისცა. აი, რადონის, აი რა. აი, ვისთვის უნდა მიეცა? გაჟლიტა ყველა. სვიჩი, აი რა დებილია. ბატონმა ავტორმა. რა დებილია, ბიჭო. ხო და მოკლედ აი ეს არის, რა ქვია, ორივეში რაღაცა შურიზიების ის იკითხება და ძალიან პონტის მოძრაობს და ფორტინბრასი ხო ლაერტს გავს თან მაგით. ლაერტის სცენაც კიდე იქნება. რომელ წუთზე? ფორტინბრასი არის რომ წინასწარვი აქვს მოძრაობის ისა რა. ხო. საო? წინასწარვი აქვს მოძრაობის არ ჭირდება მამამისმა და ბიძამისმა და იმან ჩაუნერგოს. ეგეთი დაბადებიდანვე ეგეთი. მოძრაობი. და ძალიან უფრო ალბათ უფრო ქარიზმატული იქნება შედარებით ჰამლეტთან. ჰამლეტიც ძალიან ქარიზმატულია, მაგრამ მე ჰამლეტში ძალიან მომწონს ბიჭო, ირონია აქვს. ირონია კი. აი რაღაცა კონტექსტ ჰამლეტის დამსახურება რა. ეგ ბრიტანული ირონია პროსტა რა. მაგაც ძალიან გამოსით რა შლაპარაკობ. ბრიტანული ირონია. მაგრამ ეგ რატო აკნინებს? არ აკნინებს კაცო აღიარებ მეც რომ ირონია აქვს მომწონს. ვიღაცა გურული რო იყოს და კაი იუმორი რო ქონდეს, ეხლა შენი ტყოდი რომ არა, ამას დაწერდა არა, პერსონაჟი რო იყოს გურული და კაი იუმორი რო ქონდეს. და შენი ტყოდი რომ აი, მაგათ ყველას კაი იუმორი აქვს რა. არა ბიჭო, კი არ ვაკნინებ, კაი თქო. არა, მე ძალიან მომწონს მაგის ირონია. ხო, არა, ბრიტანელებს ალბათ საუკეთესო იუმორი აქვს. აი, ძალიან მიყვარს ბიჭო. იმიტომ რომ მე არ მიყვარს ეს რაღაცა აკადემიური იუმორი და ესე და აი მწარე და პირდაპირ დააჩენს და აი ეგეთი იუმორი აქვს ზუსტად. რაც არ უნდა გაგიჟდეს, ხო, შექსპირია ხო? რაც არ უნდა გაგიჟდეს, მაინც მაგარი იუმორი. და ეგ ძალიან ეგ იუმორის კიდე ერთი გადათამაშება უკვე მკითხველს რო დასწინი იქა აქ მესაფლავების სცენაში. როდის? რაღაც ინტერპრეტაციით გამოდის რომ ვიღაცა იქ ეშმაკია რაღაცა და მაგით პროსტა იცინი რა. ანუ რეალურად ინტერპრეტაციების მთელი მუღამი ის არის რომ იღადაო რა. ბრიტანელებისთვის ამ ღადაობენ ინტერპრეტაციებით ეგენი და შექსპირიც მაგას აკეთებს რაღაც სულელური ინტერპრეტაციები. იმის თქმა მინდა, ხო, უცებ მინდა თქვა, იმიტომ რომ აი ფორტინბრასზე და ლაერტზე და რაღაცებზე გამახსენდა რომ ეს სათქმელია რა. მოკლედ, ტექსტი ჯდება ეგრე რა, რომ ერთადერთი, ანუ ეს არის პირველი ტექსტი, როგორც ამბობენ, სადაც პერსონაჟი იცვლება. ცვალებადი პერსონაჟი შემოყვავს რა. ყველა მეორე ნაწილში. ხო, მაგრამ აი ეს მეორე პერსონაჟი სხვა პერსონაჟებს ჭირდება მაგის თქმა. მთელი პრინციპი აქ ის არის, რომ ლაერტი კარგად იყოს. ჰამლეტი არის ერთადერთი პერსონაჟი, რომელიც შეიცვლება, რომელიც ხვანაირი იქნება. მაგიტო ვერ აკეთებს რაღაცებს. ყველა სხვა პერსონაჟი ტექსტის დასაწყისში რა მახასიათებლებითაც მოძრაობენ, რა აი ეს დარტყმაც აქვს. ანუ აი ძალიან მახინჯად რო ვთქვა, საშინლად რო ვთქვა, არის კონსერვატორული პერსონაჟები არიან. რაღაცა ბუნებრივი მოცემულობით მიდიან და აკეთებენ. მაგიტო არის რომ მათ არ სჭირდებათ არანაირი მოკაკუნება კარებზე, რომ რავი, საწოლიდან ნადექი რამე გააკეთე. ანუ იმათ მაიციან რომ უნდა გააკეთონ, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელი. აი ლაერტი რა პატიოსანი კაციცაა დასაწყისში, იგივე ბოლოს მომაუკლეს ჩამოვიდა და გაგიჟდა კაცი და ბოლოს მაინც რაღაცა ისა საყვარელი კაცია. კლაუდიუსიც მასე. პერსონაჟების გაფართოება ვცადოთ რა. ვცადოთ. და ნუ მეფე ჯიგარი კაცია, ყურში, სხვა შორის ყურში არ ჩაუწვეთებია. ეგ ტყუილია. აუ, მაგარი კაცი ყოფილა. არ გავაკეთე რომ ყურში არ ჩაუწვეთებია, როგორც ჩანს ღვინოთ არ სხვა რაღაცით მოკლა. რატო? რა საფუძველზე აი? ბიჭო, ტექსტში მე აი კლაუდიუსი როგორც კლავს სხვა ადამიანებს, მოწამლული ღვინოთი, რაღაცა მოწამლული იმითი, მოწამლული ამითი, ხვდები თან მე რა რეაქციაც აქვს სპექტაკლისას. ხვდები რომ კლაუდიუსი არ ყურში არ ჩაწვეთებდა. ანუ სხვანაირად მოკლავდა რა. არ ვიცი, მაგრამ დიდად არ აქვს მნიშვნელობა. ხო, ცხადია რომ მნიშვნელობა არ აქვს. ხო და მეფე არის ძალიან სწორხაზოვანი რა. რომ წარმოგინე იმასა ფორტინბრასთან რომ ნიძოლავს ტექსტს. რომ მე კარჩი მე და შენ ერთ-ერთზე დავცხოთ, ანუ UFC ქნათ და გამარჯვებულ შეხვდება სამეფო. ანუ ორი წამი კი ძალიან მაგარია რა, ესე აბსტრაქტული. არა, მოიცა, ეგ ჰამლეტი არდებს მაგრამ. ხო, ჰამლეტი ფორტინბრასს უდებს. მეგონა იმაზე კლაუდიუსი. არა, ხო, ჰამლეტი უდებს ფორტინბრასს, ნიძლავს რომ მოდი ეს გავაკეთოთ. თავქარიანი. ხო, რაც არ უნდა მაგარი, აი ძალიან ისეთ გეგონოს რა, ის საღულთ. დიონისო. ხო, რა ერთსა დიონისო გეგონოს. ბიჭო, მეფე ხარ და შენს სახელმწიფოს ჩამოდიხარ ნიძლავად. რადონის დებილი უნდა იყო ეგ ანუ რადონის არასასურველი მეფე უნდა იყო რომ ეგ გააკეთო და მე ეგ მაგაში კლაუდიუსი გაცილებით ჯობს ხო მე თან ტექსტში ჩანს რომ კლაუდიუსი მე ძალიან მიყვარს კლაუდიუსის პერსონაჟი და ეგრევე ათრიე იქით არს ლაპარაკო ბიჭო ტექსტში რომ შემოდის ეგრევე და დიდებულებს რო ელაპარაკება
ანუ კლაუდიუსი არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რაციონალურად მოაზროვნე გათვლილი პერსონაჟი რაც წამიკითხავს. წავიგინე, ელაპარაკები იმებს. თან ბიჭო, ტიპმა ლაპარაკი იცის რა. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტს რო კითხულობ, უნდა დააკვირდე თუ როგორ პიესა როა მით უმეტეს, უნდა დააკვირდე როგორ ლაპარაკობს ადამიანი, იმიტომ რომ მაგით გადმოიცემა ყველაფერი. სცენის სიუჟეტით ვერ გადმოგცემს, სცენით ვერ გადმოგცემს რა, სცენით კი არა და სამყაროთ ვერ გადმოგცემს. და აქ რაღაცა კლაუდიუსი დგას და ტიპებს ეუბნება რომ მე ვარ მეფე. მე მაგარი ვარ. თქვენ თავებს მიხედეთ, მე ხელი არაფერში არ შემიშალოთ, ვიმეგობროთ, ყველაფერი კარგად წავა. ამას თუ არიზავთ, მოგაჭრით თავებს ყველას აბსოლუტურად. ვსიო, მოჩა მეტი არაფერს ეუბნება. და ყველა ეგეთ რაღაცას ფიქრობს, რომ მოიცა, ანუ ჩვენ თავს თუ მივხედეთ, ჩვენ თუ რაღაცა ჩვენი ცხოვრება გავაუმჯობესეთ და მეფეს ხელი არ შეუშალეთ მეფობაში და პირიქით, რავი, როგორც წესერ სახელმწიფოში მეფესთან ვითანამშრომლეთ, ყველაფერი კარგად იქნება, იასნია რომ მაგარი მეფეა. რაზეა ლაპარაკი? ძალიან მაგარია, მე ძალიან მომწონს რა კლაუდიუსის. მაგაში გეთანხმება. რატო არ მოგწონს? ბიჭო, მე მორალური პერსპექტივიდან მესმის რომ ეხა შეიძლება პოლიტიკას და საერთაშორისო ურთიერთობებს მორალი არ წარმართავდეს და მაგისტვის ბატონო ძალაუფლებისთვის იდეალური ადამიანია კლავდიუსი. ჰამლეტი უფრო მამა ჰამლეტი უფრო მხედართმთავარია. ხო და მაგაგებით გასაგებია უბრალოდ აქ მარტო პოლიტიკა ხო არ არის ნაჩვენები ანუ ქვეყნებს შორის ურთიერთობა აქ არის ადამიანებს შორის ურთიერთობას და აი მაგ ადამიანური კუთხით პიროვნული გაგებით ჩემთვის აბსოლუტური ის არის რა ქვია ხო რომელი ადამიანური რაღაცა გააკეთა ცუდად არასწორად ანუ რას უწრის ქმედება მედი ახლა და ცოლად მოიყვანა ძმის ცოლად აი წარმოგიდგენთ სიტუაცია ეგეთი რა რომ შენ იცი შენთვის რა იქნება საუკეთესო და არა მარტო შენთვის რა შენ იცი რომ შენ ისეთ გამოჭრილი ხარ რაღაცისთვის და ამას ვერ აკეთებ უბრალოდ იმიტომ რომ დებილიზმა არის შენადგილას შენზე უფროსი რა იმის ცოლს უყვარს რა გააკეთოს ეხა კაცმა ბიჭო აი ეხა სპეციალურად თუ აკეთებ მაგას რომ მე ხა წამოვინთო და დავიწყო აქ ლაპარაკი კაი მაგრამ ბიჭო ხადია რომ უყვარს გავიგე რომ უყვარს მაგრამ მე ხალი რომ უყვარს ესა რა ქვია მაგას ქრივი ხალი უყვარს ჯერ ესეთი თვითონ დააქრივა ეგ მით უმეტეს ნახე რა აი ბიჭო რა მაგარი ტიპი ხარ წარმოვიდგინე ხალი გიყვარს და სახელმწიფო გინდა ამისგან ხელს გიშლის შენი ძმა წადი მოკალი რა იაგო რას უზამდა იცი კლავდიუს აი ოტელოში იაგო ხო ოკეი ხვიჩია აი ესე დააბზრიალებდა ბიჭო ეგეთი აი ესეთი ტიპი რეალურად აი მახინატორი და რაღაცა ჩავხლართე და არა მოხლართე და გავაფუჭე და არ გავაკეთე კაცი არ არის რა ანუ ისეთი კაცი არ უბრალოდ იცის მისთვის აი რომელ პერსონაჟს გავს იცი იმაში ოიდიპოსში რო ბიძა არის ოიდიპოს მეფის ბიძა რო არის მე სახელმწიფოს მის გადაიბარებს ბიჭო მაგას გავს რა ეგეთია რა ნუ ეხ გასაგებია იმას ოიდიპოსის მოკლა არ მოუწია მაგრამ მე ხო მაგის შულებს დასდევს რა და ერთ-ერთ შულს ხო ომს უცხადებს იმიტომ რომ იცის რა ჯობია გავიგე რომ მაგის ის არის რაღაცა იდეაში დიშვილად ეკუთვნის მაგრამ აი ამბოვია თავის დიშვილის შვილიცაა და თავის დიშვილიც მაგარია. ხო, ანუ იცის, ანუ გასაგებია რომ ეხა რთულია შენი დიშვილი არ დამარხო, მაგრამ რაღაცები ხო რაღაცების წინ უნდა დააყენო და მორალს რო უწუნებ. ზუსტად რაღაცები გასაგებია და სახელმწიფოს კეთილდღეობა და აქედან გამომდინარე საკუთარი თავის კეთილდღეობა. ხო უნდა დააყენო იმის წინ. აქედან გამომდინარე თუ ჯერ საკუთარი თავის კეთილდღეობა. თანაბრად დგას. პრობლემა არ არის. ანუ შენ თუ იცი რომ შენ თუ იცი რომ შენ სახელმწიფოსთვის საუკეთესო ხარ, თან შენც კი სიამოვნებს სახელმწიფოობა. ხო, მაგრამ ბიჭო, ანუ არ მოსულა რა. არავითარ შემთხვევაში არ მოსულა. კლაუდიუსის მე მაგას აანალიზებს იქ რომ კაენის ცოდვაო და რომ იწყებს და ლოცვას იწყებს და რაღაცა. მაგამდეც აანალიზებს კაცო. ნუ და თან მან ხო იმაზეც ლოცულობს რომ ბოდიში ჰამლეტის მოსაკლავი მყავსო. და ჰამლეტის უნდა მე ჰამლეტის მოკლასაც აპირე. ხო, ეგეთი ტიპია და არ მომწონს რა მე. მესმის ხო, მაგ კაცისთვის ანუ ჩემთვის მიზანის საშუალებას არ ამართლებს. აბა რანაირად მოგწონს. მაგრამ აი კლაუდიუსი ბიჭო ქარიზმატულია. და აი ლაერტი რო შეუვარდება. ქარიზმატულია. აი წარმოიდგინე ორი წამი. ლაერტი რო შეუვარდება, მან აი იდეალური დიპლომატია რა, კლაუდიუსი. არ მარტო დიპლომატია. აი ხალხო დიპლომატიაზე ვინც სწავლობთ ან საერთაშორისო ურთიერთობებზე, შეისწავლეთ. ჰამლეტი უნდა წაიკითხოთ კლაუდიუსის პერსპექტივით. ანუ აი ეხა არ მინდა კონკრეტული ადამიანები ვახსენო, იმიტომ რომ მე გვეტყვიან ისო ისინის მოგწონს და დაგვიწყებენ იმას ლანძვას და. მოკლედ პოლიტიკოსის გაგებით კლაუდიუსი არის იდეალური პერსონაჟი რა. ის მიყვარს რა. წარმოიდგინე ტიპი შენთან მოდის, დანუჭი, ხმალი უჭირავს, აი ეს კისერზე აქ
და შენ გახარ და ელაპარაკები რომ ჯიგარო რაღაცა ეგრე მოხდა რა მე არ მიქნია ეხლა და რა გავაკეთე და სხვა შორის მან მისიცა განსხვავებაცა თავის მასთან ამას შორის რამდენად განსხვავებულები არიან და რამდენად ჯობია რომ ეს მეფეა ის ნიძლავსდებს ისეთ რაღაცაზე მამაჰამედ ნიძლავსდებს ისეთ რაღაცაზე რაც შეიძლება წააგოს და რის გამო შეიძლება სახელმწიფო დაკარგოს და გაანადგუროს და ეს მაგნიტლავს კიდევს ლაერტ კი ეუბნება რომ მე თუ მტყვანი ვიყავიო მამა შენის მკვლელობა თუ მართლა ჩემი ბრალიაო მაშინ მომკარეო და სახელმწიფო შენი იყოსო მაგას რო ეუბნება კლაუდიუსმა იცის რომ მართალია და იცის რომ ვაირასდროს ვერ გამწონებს ლაერტ არა ნუ შედარებაც არა არის ასალაპარაკო ეგაა კაცო კლაუდიუსი ბოლოს სცენაში წამოს ბიჭო იმაზე რა სიტყვი რა ქვია ძალიან გვეწელებს პოლონიუსზე მე რა კაცო პოლონიუსზე როგორც მამაზე რა ალბათ იდეალური მამაა პოლონიუსი. მე საერთოდ ეგ ოჯახი ძალიან მომწონს. კაი ოჯახია რა. თან დედა არ არის, იქ მამა არ არის ჰამლეტებთან, აქ დედა არ არის. პორტიმბრასელთანაც მამა არ არის. ეგ არ ჩანს ტექსტში რა თუ არ არის. დედა თან მარტო ხელა მამაა ბიჭო და ძალიან რთულია რომ გოგო და ბიჭიშვილი გაზარდო. თან ისე უდგება რომ საყვარლად ძალიან რა. მაგრამ ლაერტი უფრო კარგი არის ოფელიასთან მიმართებით ჩემი აზრით ვიდრე პოლონიუსი. პოლონიუსი მაინც მამაა და პირდაპირ უკრძალავს ჰამლეტთან ურთიერთობას და ლაერტი არის რომ სულელია, მაგრამ მიდი, ცადე. მაგრამ გახსოვდეს რომ სულელია რა და ბოლოს მაინც დაანებებ თავს. მაგას ეუბნება, მაგრამ არ უშლის რა. ეგ ძალიან მაგარია რომ საკუთარ დას არ უშლის იმ კაცთან ურთიერთობას, ვისთანაც მის დას უნდა. მიუხედავად იმისა რომ აანალიზებს რომ დებილია და არ არის რა მისი დის შესაფერისი. თან თან ძალიან საყვარელი კაცია ლაერტი ბიჭო. ლაერტი ხოვებნება თან რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. ხო, წარმოიდგინე რომელი საუკუნეა რა ის თავისუფალი ადამიანი ხარ, მაგას რო იაზრებს აღოლ ბიჭო. და ეგ ხო პოლონიუსის დამსახურებაა რომ ლაერტმა იცის რომ თავისუფალი ადამიანები არიან თვითონაც ხო, ხო. ეგრე თუ აი ადამიანი რო თან დედის გარეშე როგორ უნდა გაზარდოს. ხო. ადამიანი ძალიან რთულია. ბრავო პოლონიუს, ბრავო აი. აი მამა თუ გინდა რომ იდეალური მამა იყო, ალბათ ესეთი უნდა იყო რა. და მე იქ ლაერტისთვის რა საყვალობას აკეთებს იმას რო აგზავნის თავის ვეზირს რო აგზავნის რომ წადიო რაღაცა ისინი ჭორებიო გაიგეოთ ეგო თამაშობსოს ხო ანუ რეალურად იმაშება რა ქვია ავალებს რომ რაღაცა ცუდი თქვიო და თუ ეგრე არ არის ისინი გეტყვიან არა ეგ კაი კაცია და რაღაცაო და რეალურად ავალებს რომ წადი შენო და შეაგდეო ცოტა ჭორებიო რომ სვამს თამაშობს იქალებში დაძვრება და რაღაცა და რეალურად იმაზე ვთქვით რა ქვია ლიბრიდან მახსოვს რომ ანუ რეალურად იმიტომ ავალებს რომ ცოტა კაცური და მასკულინური სახე შეძინოს ხალხში რომ აი რაღაცა კაცი რო ეხლა სულ 24/7-ზე სახშია და წიგს კითხულობს თან მუსიკალურზე სწავლა და დააშავოს ხო ბოლოს რო ეუბნება თან მუსიკის სწავლაც არ დაავიწყდეს რაღაცა მაინც აი ის დედის ფუნქცია მაინც არ ტოვებს რა ეხლა წარმოვიდგინე ლაერტი რო ჩამოდის საფრანგეთიდან სასწავლებლიდან და კლაუდიუსთან რო შედის და პიანინოზე რო ძღობა და შოპენს რო უკრავს შენ მამა ჩემი მოგალი ხო აი რაღაცა ცოტა ის უნდა რომ მაგას ხვდება რომ ეგ აკლია რა ეგ ენერგია კაცური არ ვიცი რამდენად სწორია მაგრამ ნუ ხო გასაგებია ნუ გონია რომ აკლია და რეალურად არ აკლია ой რო ჩამოდის მამა რომ მოუკლეს და გაგიჟებული და გადაგჭამთველა ანუ საფრანგეთიდან ჩამოდიხარ და ახერხებ რომ მთელი მოსახლეობა შენ მხარეში იყო 9 წლების ის არის რა ხო 9 წლების სტუდენტი მოსწავლეა და რაღაცა პიჯაკით რომ უნდა დადიოდეს და ვიოლინო და 90-იანებში რო აბულინგებდნენ წესი ეგ ტიპი გონია მამამის მაგრამ ეს ისიც არის რა დამბულინგებელიც არის ამავდროულად რა რომ რაღაცა მამა ვინ მოკლა და მოვდივარ ხმალი და აბა დუელში მოვიდით და ხო მიდის აჭერს დაუფენია ყველაზე კარგი კაცი ვინ არის კაცი პერსონაჟი ვინ არის ლაერტი ხო მაგითო კითხე ჩემთვის ლაერტია ლაერტი ლამაზი მე აი მოდი ოფელიას თქმა შევხვდით სანამ შევხებით აი ამის აღნიშვნა მინდა იმიტომ რომ ლაერტის და კლაუდიუსის შეხვედრის სცენა აი ლაერტს რო მიბჯენილი აქ დანა და როცა შენ მამა ხო აი ეგ სცენა იყო ჩემ ცხოვრებაში პირველი სცენა, სადაც მივხვდი თუ რა ლამაზები შეგვიძლია რომ ვიყოთ კაცებს. ანუ რა მაგარი არსებები ვყოფილვართ რეალურად რა. ორივეზე დაყრდნობით. ორივეზე თან, ანუ თან ორი უკიდურესობით რა, რომ ლაერტი არის რომ ემოცია გაქვს, სხვა ემოცია გაქვს და თუ შენი ან თან აი მთელი სამყარო რო შენ წინააღმდეგ წამოვიდეს, მაინც რო გადაული ყველა. ზუსტად ეგეთი ენერგიის მატარებელია ლაერტი და თან ამ ყველაფერში ლამაზია, გალანტურით შეიძლება ითქვას რომ არის რა. ანუ წარმოიდგინე
მეფესთან შევარდი, ხალხი მოყვება, ხალხშევნები გაჩერდით, მე უნდა შევიდე, იმიტომ რომ ერთ-ერთი უნდა ველაპარაკო, იმიტომ რომ თქვენ გლეხები ხართ და მე და ეს დიდგვაროვნები და ჩვენ უნდა ველაპარაკოთ, ვერ მოგართვით ჯიგრებო. თან ოღონდ განცხრამაში ხარ, მამამ მკვდარი ყავს და მაგი ეგ მოტვინე. რამხელა კაცი უნდა იყო. მიდიხარ, ელაპარაკები მეფეს, მეფე გელაპარაკება. იცი რომ მეფეს ელაპარაკები და ეგრევე დანას არ უტყავ, usmen, იმიტომ რომ და რატო usmen? იმიტომ რომ კაცთან მიდიხარ, გონია რომ ის ცუდი კაცია და უნდა შეეშინდეს შენ, იმიტომ რომ გონია რომ შენ იცი რომ უნდა მოკლა და იმანაც იცის რომ უნდა მოკლა და შეეშინდება, aber რა იქნება ეხლა რო შეეშინდა? იმას არ ეშინდება, შენ ფიქრდები ეგრევე. რატო არ შეეშინდა? ისე ალაგებს ამ სიტუაციას ენით მხოლოდ, რომ აი რაღაცა რა, ანუ პოლისა კლაუდიუსი იქნებოდა მაგარი ქურდი. აი სიტყვით ისე ალაგებს, რომ აი მამაკაცი არის მაგ ორ პერსონაჟს შორის გაბმული მონაკვეთი რა. აი უნდა იმოძრაოს ჩემი აზრით იდეალურმა მამაკაცმა ლაერტსა და კლაუდიუსს შორის. რომ აი რაციონალური გონება ისე დაალაგო სიტუაცია, რომ დიდი ძალის ხმევა არ დაგჭირდეს და თან მშვიდად რაციონალურად და აქეთ წამოხვალ და გადაგივლით სულ ყველას. აი ეგ რა. მაგას შორის უნდა იმოძრაოს მამაკაცმა. ხან ეს არის საჭირო, ხან ეს არის საჭირო. ზუსტად. იმიტომ რომ მარტო ეს თუ ხარ, ვიღაცა უეჭველი დაგჩაგრავს რაღაც სიტუაციაში ცხოვრებაში, მარტო ეს თუ ხარ, ვიღაც დაგჩაგრავს. იმიტომ რომ ისე შეგისრულებს, რომ ვერაფერსას ვერ მიხვდები. ხო და ესეც უნდა იყო და ისიც უნდა, ეს ბუნება უნდა გაერთიანოს. აი, დავდეთ მამაკაცის დეფინიცია, ეხლა ჩვენი. მამაკაცის დეფინიცია არის ლაერტსა და კლაუდიუსს შორის ყოფნა. ორივე ალამაზები. პროსტა უმით არ მიყვარს იცი. აი კიდე ერთი თავი მახასიათებელია მამაკაცის. დედოფალი ხო გვერდზე უდგას კლაუდიუსს და რო ეუბნება რომ დამშვიდი ქალო. მაცადე რა ვილაპარაკო. რა მაგარია ბიჭო. თან ანუ ოღონდ მაგას იმიტომ კი არ ეუბნები რომ კაცების საქმე და კაცები ვილაპარაკო. ექსისულელი მაგით არ ეუბნები. უბრალოდ იცის რომ ეს ანერვიულებულია. თუ ლაერტმა შეატყო ნერვიულობა ვსიო ლაერტი ხმალს მოიქნევს და ვიღაცას თავს მოაჭრის და ეუბნება რომ გთხოვ გაჩერდი მოვაგვარებ და ეგეც ხო ამასაც უგვარებს იმასაც უგვარებს და საკუთარი თავი ისე ხელში ყავს აყვანილი და იმდენად მენტალურად სრული ადამიანია რომ ანუ ერთხელაც არ გაექცევა ემოციები ან ნერვიულ არავინ წამით არ გაუგვის დიალოგად წარმართა აუ შექსპირი მენა აი აკაცი და თან ისა მაგარი პლუს ამას რას ახერხებს რომ ლაერტმა ამდენი ხალხი საიდან მოკრიბა ვიღაცები ხო მაგის გვერდით არიან და ვიღაცები ხო ხარს უბავენ ჩემ წინააღმდეგ იმასაც ახერხებს ლაერტს გამოსტყოს მინები უბავენ ხარს რო ეუბნება რომ შენი ძმაკაცები მოიყვანე იმეებად მოსამართლეებად იმას მე რაც მოვა ნახოთ იმას აღარ ეუბნება მაგრამ ეგ ვიცით რა თკბილად თან აი ეგ ხო რეალურად კლაუდიუსს რას თაკეთებს არის მანიპულაციის უმაღლესი ფორმა ზუსტად აი იმ წერტილში ურტყავ რაში ტკივა იცის რომ დედა არ ყავს დედის წერტილში ურტყავს იცის რომ მამას ტკივა მამის წერტილში ურტყავს იცის რომ ერთგული ბიჭია ერთგულებაში ურტყავს ყველაფერში სადაც საჭირო ოღონდ კი არ იცის რომ არ იცის მართლა ისეთ კინება თუ ისეთ კინება აი პროსტა ისურის რა ანუ კლაუდიუსი სიტყვებით იმენა ისურის რაღაცა როგორ ქვია მაგას პოლიმიოტი რაღაცა სიტყვების პოლიმიოტი გადაატარა რა სადღაც მოხვდა სადღაც გაარტყა და მე ლაერტი გაჩერდა 10-იანში არტყავს ზუსტად ხო რა რომ მიხვდება სადაც ტკივა იქ უფრო აჭერს ხო კაცი თუ ხარ ეგრე თუ არ ლაპარაკობ გაგიჭირდება სამყაროში ლავირება რა ბიჭო შემდეგ ვიდეოზე ოფელიაზე ვერ ვილაპარაკებთ ასე მგონია რომ ხა ვილაპარაკოთ ოფელიაზე კი აჯობებს ჩვენ გვეშინო და ორ ნაწილად როგორ ჩავატიო კი არა ძალიან გვეცად შეიძლება არა სამი არა კაც უბრალოდ წერთ ანუ ამრავი შეგილია რომ რამე შეგილია რომ ვილაპარაკო მაგრამ ხა რა აი ხელა პერსონაჟები ვიტყვი იმაზე ხო ლაპარაკობ ერთს ვიტყვი იმაზე თარგმანზე რა აი What do you read, my lord? უწერია შექსპირს. ვაჩაბელს აქ ეგრე თარგმნილი. რას აკითხულობთ ხელმწიფის შვილო? My lord აქ თარგმნილი ხელმწიფის შვილოდ. და სამნიაშვილს აქვს რას კითხულობთ ჩემო ბატონო? აი მე მგონია რომ my lord ხელმწიფის შვილოდ არ უნდა ეთქვა. ხო, ჩემო ბატონო. იმიტომ რომ ნახე ხელმწიფის შვილო თუ ეუბნები, შეიძლება იმენი ფიქროს რომ ეს ჩემ მხარესაა და არა კლაუდიუსის მხარეს, იმიტომ რომ აი შენ შთამომავლობას უსვამ ხაზსო. თან არის რომ ცოტა მის ინდივიდუალურ სტატუსს არ ეუბნები, შენ ვიღაცის ვიღაცა ხარ ეუბნები. მაგრამ my lord, ჩემო ბატონო, არის რომ შენ ჩემზე აღმატებული ხარ და მე მოგმართავ როგორც ანუ სხვადასხვა რა და აი გამსახურდია რომ ცოტა უწუნებდა აცდენას მაჩაბელს, აი ერთ ამ სიტყვაში შეიძლება რომ დავეთანხმოთ. მესმის, მაგრამ რეალურად იგივეა. ხო და არ ვიცი აი რამდენად შვილო და ჩემო ბატონო პოლონიუსისგან რომ მოდის იგივეა. იმიტომ რომ პოლონიუსის ბატონი ერთადერთი პირია პოლონიუსზე მაღლა, ნუ ორადორი, ხელმწიფე და ხელმწიფის შთამომავალი, შემდეგი ხელმწიფე, პრინცი. მეტი ანუ my lord ან ჩემო ხელმწიფეო მეტი ვერავის მიემართება პოლონიუსისგან. შეუძლებელია ვინმეს ეგ სიტყვები ეკადრებოდეს. და მაგიტო ხელმწიფის შვილო და ჩემო ბატონო იგივეა. ხო, ნახე my lord ხო შეიძლება რომ კლაუდიუსსაც უთხრას. ხო.
მარტო კლაუდიუსს ნახე, მარტო კლაუდიუსის ცოლს, გერტრუდას და ჰამლეტს მიემართება. მეტი ვერავის ვერ შეუძლია უთხრას. და my lords გერტრუდას ვერ ეთქვის. ხო, მოკლედ აი რო შევეცადე რომ მეთი გამსახურდია რატო იძახდა ჩემთვის ხელმწიფე შედო ცოტა გზის ამბნევი გამოდგა რა როგორც ვკითხველის. პოლონიუსისგან რო არ იყოს დაგეთანხმებოდი. პოლონიუსისგან რომ მოდის ვერ გეთანხმები რა. ხო, ვიცი. ოფელიაზე ვთქვათ და ბარემ მონასტერში წადიც და მაგით დავამთავრეთ ჩემი აზრით. და მე უკვე ცოტა სხვა ავტორები რას ამბობენ ამაზე, მაგაზე გადავიდეთ იქეთ ვიდეოში. კაი, მოკლედ ეხა გადავიდეთ ოფელიაზე და ამით დავამთავროთ მოდი ეს ვიდეო. ანუ თვითონ ოფელიას განხილვით და მასთან კავშირში სხვა პერსონაჟები როგორ არიან. პირველი იმის ხსენება მინდა რომ შექსპირს რაც უნდა კარგად გამოსცეს პერსონაჟების წერა, ქალები არ გამოსცეს. ალბათ ერთადერთი ქალი პერსონაჟი რომელიც ზოგადად შექსპირს გამოვიდა ჩემ თვალში მაკბეტია. მაგას ფიქრობდი ხა მეტი ვერც ერთი ქალი ვერ გამოვიყონა. ბიჭო მე ფელირშიო. რომელი? დები? უმცროსი და ისე არიან. უმცროსი არა, კორდელია არა. აი ის ორი რა. მახინატორები. ხო. აი ჩემი აზრით ეგენი არიან ისინი, იმიტომ რომ მე ბალზაკმა იყო მამაგურიში და საკმაოდ სიღრმე ჰქონდა. მაგ ეგომები როგორ დამოვიწყდა ბიჭო. შეიძლება, მაგრამ აქ ჰამლეტში კაცები უფრო კარგად გამოდის ხა რა თქმა უნდა. ხა გერტრუდა ხო საერთოდ ვერ გამოყვანილი ხალია და ოფელიაზეც უჭირს რა. ოფელიაზე ძალიან უჭირს. ოფელია ცოდოა ძალიან. ბიჭო კი, აურა ლამაზი ქალი. სხვა შეიძლება ოდესღაც ვფიქრობდი რა მე ერთი ცხოვრებაში მქონდა ერთი ეგეთი ფაზა რომ ქართულის მასწავლებელმა მითხრა ეგეთ რაღაც მე-18 კლასში რომ შენთვისო აჯობებსო რომ რეალური ადამიანები კი არ შეიყვარო ლიტერატურული პერსონაჟები შეიყვარო მეორე სქესთან მიმართებით ქალებს რა ცოლად მე ვიყვანო არა ეხლა ცოლად მოიყვანო ანუ ეგეთ რაღაც მე ძალიან გულწრფელად მითხრა რა სიამოვნებით და მე ვფიქრობდი მე მაგიდან გამომდინარე რომ ფიქრობდი რომ ისე რამე რომელ ლიტერატურულ პერსონაჟს შევიყვარებდით ხო რა და ოფელიაზე მაქვს ეგეთი ტოქსიკური დამოკიდებულება რომ ვიცი რომ შევიყვარებდი მაგრამ არ მინდა რომ შევიყვარო აი რაღაც ეგეთი ქალი ხო არის რეალურად ოფელია არა ძალიან ლამაზი და აი ეხა ძალიან ისე არ ვიცი რატო შევიყვარო არ არის ანუ არ ვიცი კი არა ვიცი რატომაც შემიყვარდებოდა ზუსტად ვიცი მაგრამ არ მინდა რომ შევიყვარო რატო როგორ რაღაცა იცი? ხო. აი ერთადერთი რა მიზეზითაც შეიძლება იქ არ შეყვარება გადამეჯოკრა იყო არის თავის მას როგორ და მამას რო ელაპარაკება რო აპარებს მე ჰამლეტი მიყვარს და ჰამლეტთან ურთიერთობაში ეგ ძალიან მომწონს ოფელიასგან ანუ ეგ ფემინურობის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და სწორი გამოხატულება მგონი ანუ შენ ოფელიას მაგ სცენაში ახერხებს რომ თავისი ფემინურობა სრულად გაითავისოს და გამოიყენოს სათავისოდ რომ ანუ იცის რომ ქალიშვილია იცის რომ უმცროსი ქალიშვილია რეალურად იცის რომ რაღაცა მამამის ცოლი ყავს გარდაცვლილი იცის რომ თავისუფალი ადამიანია ასე შემდეგ და ზუსტად ყველა იარაღი აქვს მომარჯვებული და შეფარვით ცდილობს თავისი გაიტანოს ну გასაგებია რომ არ გამოსდის მაგრამ მაინც ის მცდელობა ფემინურობის ძალიან ლამაზი გამოხატულებაა და ეგ იშვიათია რა ხო მე ძალიან მომწონს მე მაგრამ მე კიდე უბრალოდ რომ ვიხსენებ ჰამლეტთან როგორც არის უბრალოდ არ მომწონს რა და ოფელიას ვიცნობ რეალობაში მაგიტო არ მინდა ჰამლეტის და ოფელიას ურთიერთობაზე რა სიტყვები შენი აზრით უყვარს თუ არა ჰამლეტს ორივეს უყვარს სიგიჟანი სადღაც წავიკითხე არ მახსოვს ვის ეწერა გუშინ რომ ჰამლეტს არ უყვარს ეგ როგორი ბაზარია იცი როგორი ლაპარაკია იცი იქ იმაზე რო თქვა რა ქვია იმას უცნობი ქალის წერილებზე რო თქვა რომ ქალს არ უყვარსო ვიზე იძახი უცნობი ქალის წერილებში ქალი ხო წერილებს წერს სხვა იგის აა იგივეა რა ზუსტად იგივეა რას ქვია არ უყვარს რანაირად არ უყვარს გიჟი ხო არა ხარ ანუ მაგას უნდა თავშინა ჩაარტყა მე შენ ერთხელ მიყვარდი კაც თუ ერთხელ ქალი უყვარს შეუძლებელია რანაირად შეიძლება რომ ვერ გადაიყვარებ რა მე ეგრევე უნება რომ მე შენ არ ამყვარები ხარო მაგრამ ეხა იცის რომ იმან იცის რომ ეგ რო უთხრა რომ ერთხელ მიყვარდი კაი დამში ყველა მიცით შენი ამბავი რეალურად სიყვარულის დასტური ის რო უყვარს ხო ზუსტად ეგეც არის როგორც ექცევა ჰამლეტი რომ აფურთხებს აგინებს ხო მაგიტო ექცევა რომ ბიჭო ქალს ეგრე არ მოექცევი თუ არ გაგანადგურა რა ანუ გინებას არ დაიწყებ თუ არ გაგანადგურა
და წამი როგორ გაანადგურა. თან ამას უკურმა ესმის ხო ეს ლიბრიზე რაც თქვით რომ ანუ ოფელია მოდის და აჰა შენი ნაჩუქარი სამკაულებიო და წაიღე უკანო რა და ეს ანუ რეალურად თითქოს ეგ არის რომ ეხა კაცმა ანუ ქალის მხრიდან ჩვენ ხო მაგას ვერაზოს ვერ ხვდებით მაგრამ ქალის მხრიდან არის რომ მეტყვის ეხა ის რომ რას ქვია სამკაული წავიღო ას ქვია და დაიტოვე და გაგიჟდება და მიყვარხარ და რაღაცა და ეს ეუბნება შენ პატიოსანი არ ახარ და რაღაც მომეციო იბადონო რაღაც არ მიჩუქნიაო მეო სამკაულიო საერთოდ გადასახადი იყო ხო მაგას ეუბნება მაგას ეგო გადაგიხან რამხელა შეურაცხყოფას აყენებს ხო და მე ოფელია როგორ პასუხობს ბიჭო რომ ბატონო ჩემო რაღაცა მას შენ პატიოსანი ხალი ხარ ჰამლეტ რო ეუბნება და ბატონო ჩემო აი რამხელა ფერი შოქშია ჩემი შოქშია ძალიან პატიოსანი ხალია ბიჭო ძალიან აი რაღაცა ეგ ხო იქაც დასტურდება სპექტაკლის სცენას ხო თავი ჩამადებინეო შენ კაცს და ის რა უზდელობებს ეუბნება ბიჭო სიგიჟე აი რეებს ეუბნება ისო შენ და შენ საყვარელ თან რო ისო სათამაშოები ავაჩხრიალოთო და ჩემი מחვილის დაჩლუნგება თუ გინდა უკნესელად ვერ გამოხვალო და ანუ რამხელა იმას ეუბნება ბიჭო ეს რაღაცა სექსუალური ტოლოგა საგებია მაგრამ და რა დებილი სექსუალური ტოლო აქვს ჰამლეტს ბიჭო ხო აი რაღაცა ძალიან ისაა რა აი თინეიჯერობის ასაკში ძალიან კონკრეტული ხასიათის ვიდეოებს გადაყოლილ ბიჭს გავს რეალურად მართლა იგივე მაგრამ უშუალოდ ოფელიას რო შევეხოთ ისევ რა ხო ну ჰამლეტი უყვარს ძალიან უყვარს და ну სტანდარტულად ძალიან ფემინური ენერგია აქვს ოფელიას და ზუსტად ეგ ერთ-ერთი დასტური შენ რას სამობრო სამკაულები მისცა იმიტომ რომ მე გამოტყავ ქალებიც ხადია რომ მაგას აკეთებენ თავში ახსენავთ როგორც ამობენ ხო და ბიჭო მე მთავარი მოგონებად ის რიცხვა რომ მამა მოუკლა ჰამლეტმა რა და წარმოიდგინე მე სპექტაკლის სცენას რო იხსენებს რა თუ ან არ იხსენებს მაგრამ თანადროულად ხო ხდება სპექტაკლის სცენის მერე იგრევე რამდენიმე წუთში ჰამლეტი მამას უკლავს რა ეგორი მოვლენა ხო ერთაძის წარმოიდგინე მამა შენის მკვლელი გეხება ან ფიზიკურ ინტიმურ ფიზიკურ კავშირზე გელაპარაკება რა გაუპატიურებაზე უარესი შეიძლება იყოს ეგ რაღაც მომენტში აღქმის თვალსაზრისით და ოფენია მაგის გამო გიждდება რო გიждდება რაღაც გენიალურ ლექსებს ამბობს და მერე კვლება ბიჭო ეგ სიგიჟის მდგომარეობა მაგრად შეუძლია რომ აღწეროს შექსპირს რა აი მეფელირთან რო არის სასწაულად რო აღწერილი თუნდაც ჰამლეტი და ოფელიას ეგ მდგომარეობა მე მეფელირი გამახსენა რატომღაც რა ხო ისმის ძალიან ისეთი ძალიან მაგრად აქვს აღწერილი რა უბრალოდ სიკვდილზე უნახავს ამ შექსპირს უეჭველი რა ბიჭო აი ბლუმის წიგნში წავიკითხე რომ შექსპირის ახალგაზრდობისას ვიღაცას ეგრე მოუკლავს თავი ვიღაც ქალს არ მახსოვს კარგად ეწერა ხო აი ეგრე მოუკლავს თავი ბლუმს უწერია ოფელია თავს ხო არ იტოვებს არა მაგრამ მივხვდი ეს ხო თითქოს რადგანაც თქვი რომ ისო ეგეთი უნახავს ხო მესმის რა ეგეთი რამე უწერია ყოველ შემთხვევაში მე უბრალოდ ვიცი რომ ოფელია თავს არ მოიკლავს რა არ მოიკლავდა და გადავარდა მეც ეგ გამახსენდა გადავარდა ხიდან რა და ეგ სხვა შორის ეგეთი არგუმენტია ჩემი არგუმენტი არ არის რომ გიჟები თავს ვერ იკლავენ ან თუ გიჟი ხარ თავს ვერ მოიკლავ თვითკვლელობისთვის თვითცნობიერება გჭირდება იქნება არ იყო გიჟი და თავი მოიკლავ ხო და შეუძლებელია გიჟი არ იყო რეებს ლაპარაკობს გაგიჟებულია რომელია დათანებულია დაცურებული აქვს ბოლომდე რა ლექსებს ლაპარაკობს კაც და რეებს აკეთებს და ეგ მაგისი ამ გაგიჟების არგუმენტი არის ეგ რატომაც გიჟდება რა რომ ვერ გაუძლებს იმ ემოციურ მდგომარეობას და იმ გარემოებას, რომელიც მის წინ დადგება. შეუძლებელია ოფელიამ მოახერხოს გაძლება იმ ყველაფერს რა. წამიგე მამა შენის მკვლელი, ფიზიკურად შეგეხო, გიყვარდა, მე რაღაცა ეგეთი ვითარება დგება სახელმწიფოში, ვინ მის კლავს, ვინ მის აფუჭებს, ვერ გაიგებ და ერთადერთი გამოსავალი რომ გადარჩი ამ ყველაფერში არის ის რომ გაგიჟდე. და ეგ ემართება ოფელიას ზუსტად რა და ნუ ზოგი ამბობს ეგრე რომ შექსპირი უდიდეს სიკეთეს აკეთებს აქ იმითი რომ ოფელიას კლავს. ოფელიასთვის უდიდეს სიკეთეს. ამას ოდისეაში ძალიც ამბობს მე თურს არ მახსოვს ხო. ოფელიას სიკვდილს ახსნიო. ხო. ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სცენაა სიკვდილის თან ჩემი აზრით ქალის სიკვდილი ჩემთვის უფრო ანუ ესთეტიკურად თუ შეიძლება სიკვდილი ლამაზი იყოს, ქალის სიკვდილი უფრო ლამაზი იქნება ლიტერატურაში ვიდრე კაცის. მე მგონია რომ მე ესეთი სიკვდილი არ წამიგითხავს, ოფელიას სიკვდილის ნაირი. ესთეტიკური სილამაზის მქონე. ესმის. აი ძალიან ლამაზად კვდება. შეიძლება რა ვიცი.
ძალიან ლამაზად გვდება. ხო. იმაზე აი ხარ დაისტრესო. მე ოფელია მიყვარს ეჭა. მონასტერში წადის. ხო, თქვი. ესე იგი, ჰამლეტი ეუბნება, რომ მონასტერში წადი მონასტერშიო. მან არის ეგეთი ორი ვერსია. რატო ეუბნება? ერთი, მოდი ვთქვათ, რომ ეს არის ელიზაბეთ პირველის დროინდელი ინგლისში იყო ეგეთი ჟარგონი. ორიგინალში მონასტერში წადი არის ესე. Get thee to a nunnery. Nunnery არის ჩვენი გაგებით დედათა მონასტერი რა, ანუ სადაც მხოლოდ ქალები არიან, ისეთი მონასტერი. მან წადი ეუბნება, მაგრამ ეს nunnery ელიზაბეთის დროინდელ ინგლისში ჟარგონზე ნიშნავდა საროსკიპოს რა. ანუ არის ორი ვერსია, რომ ჰამლეტი ან ეღადავება და ისევ ირონიასთან გვაქვს საქმე და ეუბნება, რომ წადი საროსკიპოშიო, ანუ გასაგებია ვინც რასაც ეუბნება, ვინც ხარო და მეორე არის, რომ წადი მონასტერშიო. ანუ ორი სრულიად განსხვავებული ვერსია გვაქვს. ერთი, როცა აი ამ დანია საპყრობილია და ამ საპყრობილიდან გაიქეცი შენ როგორც სიწმინდე და ნუღა გაამრავლებ ცოდვილებს და წადი და შეინახე შენი სიწმინდე. მეორე არის ეს, რომ შენ ხარ უკანასკნელი არსება და წადი რა იმაში ქვია საროსკიპოში იცხოვე რა. ხო, გაფუჭებული ხალხი. ხო, ანუ ერთი არის რომ აი 4 ვერსია მაქვს ჩამოწერილი ახლა. ერთი არის რომ დედამისის გამო ქალები იმდენად შეძულებული ყავს რომ ამას ჯის, ამაზე გადმოაქვს, ანუ ეს მიზოგინია ჭირს, რომ აი რაღაცა გასაგები მიზეზების გამო დედამისი როგორც მოიქცა. მეორე არის რომ მიხვდა რომ უსმენენ ისინი ვაჟბატონები კლავდიუსი და პოლონიუსი და აჩვენებს რომ არ უყვარს თუ საროსკიპოს გულისხმობს. ხო, მესმის. ისინი ხო ამბობენ რომ ისინი რაღაცა და და აჩვენებს რომ აი მე არ მიყვარს ეს. და აი ნახე რას ვეუბნები ამას ახლა ქალი რო გიყვარს საროსკიპოში იცხოვრებო არა? და თან მამამისი გისმენს. თან მამამისი გისმენს, ხო? ანუ და მაგის საყვარელი. შენი წარმოგიდგენთ მაგის საყვარელი. ხო, საყვარელი გონია. ხო. და კიდე? და მესამე ამ საპყრობილედან გაქცევას თავაზობს და მართლა უყვარს. ხო, ოკეი. ეს გასაგებია, გალაქტიონი, წადი მონასტერში ოფელია და რაღაცა ესთეტიკა და პოეზია და რაღაც. და მეოთხე არის იეფთაეს ქალიშვილის ამბავთან ავლებს პარალელს. ეხლა ვინ არის იეფთაე და რა შუაშია მასთან პარალელი. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა პოლონიუს უნდა რომ გაარკვიოს ჰამლეტი გაგიჟდა მისი ქალიშვილის გამო თუ მამამისის გამო არ ყვევს და ჰამლეტი ეუბნება რაღაცა ლექსებს რა. უпростоრეთ ნაწყვეტებს ერთი კონკრეტული ლექსიდან, ერთი ამბიდან, რომელიც ბიბლიური იმიდან არის აღებული, ბიბლიური ამბავია და იმაშובה რა ქვია. იქედან ეუბნება მონაკვეთებს რა. ეგ ლექსი ვნახე, უბრალოდ ეუბნება რომ წადი, ანუ ეხა ამ ნაწილებს კი არ მიაქციო ყურადღებაო, წადიო და პირველი სტროფი მოძებნე ამ ლექსიდანო რა, პოლონიუს ეუბნება ჰამლეტი. ეხა ვნახავ ერთი წუთი აქ მაქვს ჩაწერილი. აი ვნახე. ესე იგი, ეს არის ძველი აღთქმიდან თავს ქვია მსაჯულნი მე-11 თავის პირველი მესამე ხაზებია. და ეს მსაჯულნი მოგვითხრობს ამბავს, რომ მოკლედ იეფთაეს დედა ჰყავდა მეძავი და მამამისმა მოიყვანა ცოლი და იმ ცოლის შვილებმა და იმ ცოლმა გააგდეს, რომ შენ მეძავის შვილი ხარო და არა ხარო ტახტის ისაო რა. თან ამით კაი რასაკეთებს მე ვთქვათ. მერე მტერი უტევს ამ სამეფოს, საიდანაც განდევნეს და მოიწვევენ ამ სამეფოში ესე ვთქვათ მთავარსარდლად იეფთაეს, რომ დაბრუნდიო რა, მეომარია ეთყობა და იეფთაე მოითხოვს, რომ შეპირდნენ თუ მოიგებს ომს ბრძოლას, მაშინ დასვან ხელმწიფევარი. ესე იგი ბრძოლის წინ იეფთაე ღმერთს დაპირდება, რომ ეხა მომაგებინეო და უკან რო დავბრუნდები პირველი ვინც შემომაგება, იმას მსხვერპლად შემოგწირავ. მოიგებს დაბრუნდება, შემოხდება ქალიშვილი მისი. გაგიჟდება გადავა აზრიდან, მაგრამ მოუწია. თუმცა ეგეთ წინასწარ, რადგანაც ქალიშვილი ეტყვის, რომ რადგანაც ეგრე დადე, კი ბატონო, მაგრამ გთხოვ ცოტა ხანი გამიშვი და ჩემს მეგობრებთან წავალ, რამდენიმე თვე ვიქნები და მე ეხა ამის და მე რო დაბრუნდება შესწირავს. ამ ამბავზე ინგლისში იყო გავრცელებული ესეთი ლექსი, რომელსაც ქვია
Pius Chanson. ანუ ეს ინგლისელებს რო ფრანგული სიტყვა აქვთ აღებული და ინგლისური აქცენტით ამბობენ მაგაზე როგორ აი რა მემართება იცი ჭკნები აი რა ლამაზი სიტყვაა chanson და ამე chanson აი რა chanson მაგრამ ნუ ეგრე ქვია რა და პირველი ხაზი არის ეგრე რა Have you not heard these many years ago Jephthah was judge of Israel ანუ არ გაგიგია რომ ამ რამდენიმე წლის წინ იეფთაე იყო საჯული ისრაელისა და მე არის ამბავი თავის იმაზე რა ქვია ქალიშვილზე ეს უყვება ამონარიდებს ელოდე იმას რაც სურს განგებას იგი მოხდება რაც გარდაწყდება მას ერთადერთი შვენიერი ასული ჰყავდა და განუზომელ სიყვარულით იგი უყვარდა ანუ პოლონიუსს ეუბნება ამბავს იმის შესახებ ვინც მოკლა თავისი ქალიშვილი ანუ თითქოს იმას ეუბნება რომ შენ ქალიშვილს მოკლავ იმით რომ ჩემთან ყოფნას უკრძალავ მაგრამ რეალურად მე ეუბნება აქ რომ დანარჩენი ამ ლექსებისა საგალობლის პირველ ტაებში მოსძებნე თორემ ხომ ხედავ მე სიტყვას მაწყვეტინებენ ანუ მთავარი პირველ ტაებში წერიაო არის პირველ ტაებში წერია ის რომ იეფთაე იყო საჯული ისრაელისა ანუ რეალურად ამით ეუბნება რომ შენი ქალიშვილის ამბავზე კი არ ვარ გაგიჟებული მე რომ იეფთაე ისრაელის მსაჯული უნდა ვიყო და გამაგდეს მაგით ვარ გაგიჟებულიო ანუ მე პრინცი რო ვარო და მამა მომიკლესო რა ეხა ამას რო ეუბნება მონასტერში წადიო იეფთაეს ქალიშვილთან ავლებს პარალელს იმით რომ ეს იეფთაეს ქალიშვილი დაიტირებს რომ ანუ ქალწულად კვდება და მისი სიყვარული ვერ გამოამჟღავნა და ამით თითქოს ეუბნება რომ წადი მონასტერში და შეინახე შენი ქალწულობაო რა ანუ ესეც გალაქტიონის ძალიან შორიდან მოუარე მაგრამ აუხსნელად ვერ ვიტყოდი გალაქტიონის მხარეს არის ეს არგუმენტი რომ იეფთაეს ქალიშვილი წადი შენი ქალწულობა ანუ შენი აი ეს რაღაცა სიწმინდე ამ შემთხვევაში ანუ აი ეს რო ვიგულისხმოთ ქალწულობაში ეს შეინახე ნესმის ხო ეს არის 4 ვერსია რაც შეიძლება რომ წადი მონასტერში მე ყოლა დარწმუნებული ვარ რომ ჰამლეტმა ზუსტად იცის რას ნიშნავს მონასტერი ზუსტად იცის რატო ეუნება ზუსტად იცის როგორ ეუნება და ზუსტად იმას ეუნება რომ საროსკიპოში წადი ჰამლეტი ჩათლახი კაცია და გამწარებული კაცია და ჩემი აზრითაც მაგას ეუბნება მაგრამ მე მომწონს ეს არა მესმის გალაქტიონისეული გადათამაშება კაია პროსტა ეგ ტექსტისთვის მნიშვნელოვანია ოფელიასთან მიმართ ოფელიას საროსკიპო იგულისხმობს ხო კი ეგ ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ მე ყველაფერი უნდა ნახე ჰამლეტი რაღაცას ამბობს და ის საპირისპიროდ უნდა გაიაზრო. მაგის საპირისპიროს გულისხმობს ეგრე გამოცან მონაზონით საპირისპირო არის საროსკიპო. და მთელ ლაპარაკში ყველგან სადაც აგინებს უნდა დაატრიალო და მიხვდე რომ რეალურად ამას ხო უყვარს და იმიტომ აგინებს რომ სხვანაირად ვერ ახერხებს. გამოხატოს ის ტკივილი რომელსაც განიცდის იქიდან გამომდინარე რომ თავისმა შეყვარებულმა მიაგდო რასაც ქვია. რეალურად ოფელია სველზე უშვებს როგორც ამბობენ. და თან ხომ შრალზე უშვებს აი სველზე უშვებს მეთქი რა სველზე ვაიმე ჩემ კაი ძალიან გაქცეული ხო და თან იმაზეა ნევრომოშილი რომ გონია რომ კლაუდიუსთან აქვს რომანი ოფელიას და ავიცი მე ეგრანერად უნდა გეგონოს ჯანსაღ ადამიანს არ მესმის არა უშავს ეგ არის ჩვენი ოფელია ულამაზესი პერსონაჟი რა უფრო ან შემდეგ ვიდეოში ვილაპარაკებთ უფრო დეტალურად რომელიმე პერსონაჟის რაღაც მახასიათებლები თუ და გვჭირდება რაღაცის საჩვენებლად შემდეგ ვიდეოშიც ვახსენებთ მაგ ყველაფერს და შემდეგ ვიდეო დაეთმობა სრულად ჰამლეტს, დაეთმობა ბოლოს სცენას, სადაც ჰამლეტი საკუთარ თავს ამჟღავნებს, დაეთმობა იმის სცენას. ავტორებს ხო, რომლებიც წერდნენ ჰამლეტზე და სპექტაკლის სცენას და უშუალოდ ჰამლეტის პერსონაჟს. და ხო. მოდი ახლა მოვჭეთ. ხო, ერთი უცებ ვიტყვი. ხო. ჩვენ შემდეგ ეპიზოდში ვიქნებით ჰორაციო და მოვყვებით ამბავს ჰამლეტის შესახებ. ჰორაციოს თელი სინამდვილეზე არის ის რომ არის პერსონაჟი რომელმაც უნდა მოყვეს ამბავი. პატარა ოდისევსია. ანუ შექსპირის მცირე პროტოტიპია, ხო? მაგაზე ისევ იმ ბლუმს აქვს სხვა ხედვა და მაგას ვიტყვი შემდეგ ვიდეოში. მოკლედ, მეგობრებო, მადლობა ვინც გვისმინეთ აქამდე. ისევ იმედია რომ რაღაცა 1-2 აზრი ნორმალური ვთქვით და გამოიწერეთ არხი ქისაზე უკვე ვიწყებთ კამერისთვის შეგროვებას და ვისაც შეგიძლიათ დაგვეხმარეთ რომ კამერა ვიყიდოთ. ცხენის წელს გილოცავთ და შემდეგ ვიდეოში გავაგრძელებთ ჰამლეტზე საუბარს. აბა, კარგად გვეუბნეთ. შეხვედრამდე.